მოგესალმებით. ძალიან დიდი ხანია რაც მინდოდა ისტორიული ციკლების გაკეთება და გარკვეულწილად მინდოდა რომ ეს ბევრს მოესმინა დაინტერესებული პირები უფრო მეტად ჩართული ყოფილიყვნენ და გასთავარია მინდოდა ჩემი შვილისთვის ეს ალექსანდრესთვის რომ რაღაცა თუ როდესმე დაინტერესდება ისტორიით და თუ მე იმ მომენტში არ ვიქნები მის გვერდზე იყოს ეს რაღაცა ჩემი ლექციათა ციკლი რომელიც მას დაეხმარება. გადაწყვიტე რომ უფრო მეტად ეს იყოს მოზარდებისთვის და სტუდენტებისთვის გაკეთებული, ანუ ცოტა პოპულარულ ენაზე ვილაპარაკო და არ იყოს მაინც ესე იგი პროფესიონალებისთვის. ამიტომ გარკვეულწილად მინდა დავიწყო ეს ახალი ციკლი. რამდენად მილენიალს შეესაბამება ეს არ ვიცი, მაგრამ ნახავთ. ეხლა რაც შეეხება პირველ თემას, ეს არის ცივილიზაციის დაწყება, ხო? დღეს მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ დაიწყო კაცობრიობის ისტორია. საიდან უნდა დავიწყოთ, ხო? საიდან უნდა დავიწყოთ 10 წლის წერტილი და ზოგადად ცივილიზაციის ისტორია საიდან იწყება? ვინ იგონებს ცივილიზაციას? მოდი თავდაპირველად დავიწყოთ უშუალოდ ტერმინზე, რა არის ცივილიზაცია? პირველ რიგში მოდით ვაღიაროთ, რომ ტერმინი ცივილიზაცია გამოგონილი ტერმინია. ბუნებაში ობიექტურად ცივილიზაცია არ არსებობს. არ მიდიხარ ტყეში და არ ხვდება მიწაში ჩარჭობილი აბრა წარწერით აქ იწყება ცივილიზაციის ზონა. ეს არის პირობითი, არბიტრაჟული ტერმინი. სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხვა მეცნიერებაში მასში სხვადასხვა შინაარსი იდებოდა. მაგალითად არსებობდა დაყოფა ცივილიზაციად და ბარბაროსებად, ეს მორგანს ჰქონდა ესეთი დაყოფა. არსებობდა მიდგომა ცივილიზაცია კულტურის საპირისპიროდ, ეს უკვე შპენგლერის მოდელია. და ასე შემდეგ, ანუ ძალიან ბევრი ტერმინი არის. მაგრამ მოდით დღევანდელ გადაცემაში შევთანხმდეთ კონკრეტულ სამუშაო განმარტებას. ჩვენ დღეს ცივილიზაციად მივიჩნევთ ადამიანთა სოციუმის ორგანიზების ისეთ ტიპს, რომელსაც 4 ძირითადი ნიშანი აქვს. 4 ძირითადი ნიშანი. პირველი, მასშტაბი და რიცხობრობა, ხო? ეს არის საზოგადოება, რომლის რიცხორობაც გაცილებით მეტია, ვიდრე ეს უბრალოდ ბუნებითაა გათვალისწინებული. შეგახსენებთ, რომ ბუნებით ჯგუფი ეს არის სადღაც 20-30 კაცი. ცივილიზაცია კი იწყება მაშინ, როდესაც ადამიანის მასა იმდენად დიდია, რომ მათ შეუძლიათ წამოიწყონ პროექტები, რომლებსაც მცირე ჯგუფში ფიზიკურად ვერასდროს განახორციელებდნენ. მეორე არის მონუმენტურობა, რაც ჩვენ შემდეგ რჩება. ეს არის მონუმენტურობა, მშენებლობა და მატერიალური კვალი, რომელიც რჩება ჩვენი პირადი ცხოვრების და მთელი ჩვენი საზოგადოების არსებობის დასრულების შემდეგაც. საზოგადოება შეიძლება 1000 წლეულების წინ გაქრა, მაგრამ მათი შექმნილი ტაძრები, პირამიდები, კედლები და ასე შემდეგ რჩება, რაზეც დღესაც შეგვიძლია ვივსჯელოთ. მესამე, ეს არის უკვე დამწერლობა. ცივილიზაცია საკუთარ თავს ესე არ აქრობს, ხო? საკუთარ თავზე ტოვებს გარკვეულწილად ცნობებს. ამ შემთხვევაში, ხშირ შემთხვევაში ის ტოვებს ფიქსირებულ ნიშნებსა და ტექსტებს. ის აღარ ედობა მხოლოდ მეხსიერებას. ის იწყებს ინფორმაციის გარე მატარებლებზე, ეს იქნება თიხა, ქვა და ასე შემდეგ, ჩაწერას. შემდეგ უკვე ფურცელის გამოიგონო და დღეს უკვე ჩვენ შეგვიძლია ინტერნეტში ვირტუალურად დავწეროთ. აი Word-ის ფაილიც ეს არის, ხო? მეოთხე, ბუნების გარდაქმნა. ეს არის ალბათ ყველაზე მთავარი ზღვარი. ცივილიზაცია ნიშნავს, რომ ჩვენ უბრალოდ კი არ დავდივართ ტყეში და ბუჩქებიდან კენკრავს ვაგროვებთ, არამედ თავად ვაიძულებთ ბუნებას აწარმოოს ის, რაც ჩვენ გვჭირდება. აი, მოდი დავფიქრდეთ, აი ბუნებაში ქურციკები 1000-ობით წელი დარბოდნენ და პირველყოფილი ადამიანებიც მას დასდევდნენ, სანადიროდ. ანუ ადამიანი ერგებოდა ქურციკის მარშრუტს. ხოლო როცა ადამიანმა ცხვარი მოიშინაურა, ცხვარმა დაიწყო მოგზაურობა ისე, როგორც ადამიანს სურდა. ადამიანმა შეცვალა ამ შემთხვევაში გარემო, ხო? და აი ყველაზე მთავარი, რაც ცივილიზაციას ახასიათებს, ეს არის ქვაკუთხედი, ესე ვთქვათ, ეს არის იერარქია და უთანასწორობა. უთანასწორობა ეს არის ცივილიზაციის ქვაკუთხედი, ხო?
როგორც კი ზოგიერთი ადამიანის საზოგადოებაში სხვებზე უფრო თანასწორი ხდება, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებამ გაცივილიზებულობა დაიწყო. ეს რატომ ხდება, ხო? იმიტომ რომ ჩდება ადამიანები, რომლებსაც შეუძლია თავისი მთელი დრო დაუთმონ მართვას, რელიგიას ან ტექნოლოგიას. ანუ ისეთი რაღაცეებს, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული საკვების მოპოვებასთან და გადარჩენასთან. აი მაგალითს მოვიყვან, ხო? თუ 10 კაციანი მონადირეთა ჯგუფი, 10 კაციანი მონადირეთა ჯგუფიდან ერთი კაცი, რავი, რიგითი ამ ჯგუფიდან ერთი კაცი გარდაიცვლება, მოკვდება, ხო? ეს საზოგადოება 10 კაციანი ჯგუფი იგივენაირად აგრძელებს არსებობას. დანაკარგი შეიძლება იყოს, პირადი ტრაგედია, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ამ ჯგუფის ფუნქციონირებას არ შეუშლის ხელს. მაგრამ ეხლა წარმოვიდგინოთ სხვა რეალობა. თუ კი 1000 კაციანი საზოგადოებაა, მოკვდება ერთი კაცი, რომელმაც იცის, როგორ გაეყვანოს საირიგაციო არხი და როგორ არ დაშრეს ნათესები. ამ კაცის სიკვდილი, თუ მათ ცოდნა არ გადასცეს სხვას, თავდება კატასტროფით მთელი ამ საზოგადოებისთვის. ცივილიზაციურმა საზოგადოებამ ისწავლა ზოგიერთი ადამიანის შრომისა და ცოდნის გაცილებით მაღლა დაყენება, ვიდრე სხვების. ბუნებაში ასეთი იერარქია ობიექტურად არ არსებობს. ეს უკვე ჩვენ ადამიანებმა გამოვიგონეთ და გავაკეთეთ. ჩვენ განვსაზღვრეთ, ვინ დგას მაღლა, ვინ დაბლა და ვინ გვერდით. აი ეს არის ცივილიზაციის საწყისი ნიშნები, მაგრამ სანამ ამ რთულ იერარქიამდე, ქალაქებამდე და დამწერლობამდე მივალთ, უნდა დავსვათ კითხვა, როგორ მოვედით საერთოდ აქამდე. ამისთვის კი მოგვიწევს ძალიან შორეული ევოლუციური სიღრმეებში შესვლა. სანამ ანთროპოლოგიის სიღრმეებში ჩავალთ, ერთი ძველი მითი უნდა დავამსხვრიოთ, რომელიც ალბათ ყველას გინახავთ. გახსოვთ ის კლასიკური ილუსტრაცია ბიოლოგიის სახელმძღვანელოდან ალბათ, ხო? მარცხნივ 4-ზე მოხრილი მაიმუნია, მერე ოდნავ წელში გამართული ავსტრალოპითეკი, მერე შუბით ხელში მდგარი პითეკანტროპი და ბოლოს მარჯვნივ ამაყად წელში გამართული მე-19 საუკუნის სულით ახსავსე ჰომო საპიენსი, რომელიც თავდაჯერებული ნაბიჯით მიდის წინ მომავლისკენ. მოდით პირდაპირ გეტყვით, რომ ეს სურათი არის მეცნიერული ილუზია. ეს არის მე-19 საუკუნის პროგრესისტული წარმოდგენა. თითქოს ევოლუცია იყო ასეთი მიზანმიმართული, წრფივი პროცესი. თითქოს ბუნება მილიონობით წელი მხოლოდ იმისთვის წვალობდა, რომ საბოლოოდ ასეთი ლამაზი, ჭკვიანი და ტანწერწედა ადამიანი მიეღოთ. რომელიც ახლა დასხდებოდნენ ჩვენთან სტრიმზე, გადაცემაში და მომისმენდნენ მე. სინამდვილეში თანამედროვე მეცნიერება იცის, რომ ევოლუცია ასე არ მუშაობს. ევოლუცია არ არის სწორი მაგისტრალი, ესე ვთქვათ. ევოლუცია არის უზარმაზარი, დატოტვილი ხე, ან უფრო სწორედ ბუჩქი. თითოეულ ეტაპზე, თითოეულ ეპოქაში წინ კი არ დგას ერთი კონკრეტული გარდამავალი სახეობა, არამედ არსებობდა ვარიანტების მთელი დასტა. პარალელურად არსებობდნენ ჰომინოიდების ათობით სხვადასხვა შტო. ზოგიერთი შტო წავიდა გორილებისა და შიმპანზეებისკენ. ზოგიერთი სრულიად სპეციფიკურ ანატომიურ ექსპერიმენტებში წავიდა. თითოეული ეს სახეობა ეგუებოდა თავის კონკრეტულ გარემოს და თავისებურად ახდენდა პროგრესს. რა არის პროგრესი ევოლუციური გაგებით? პროგრესი ევოლუციაში არის უბრალოდ ის, რაც გეხმარება მოცემულ მომენტში გადარჩენისთვის. თუ შენ მოხვდი პატარა კუნძულზე, სადაც რესურსები ცოტაა და რამდენიმე 1000 წლის განმავლობაში დაიწყე დაპატარება, შეგიმცირდა ტვინის მოცულობა, ტანი, თავი და გახდი ჰობიტი, ესეც პროგრესია. ეს მოხდა შესაძლოა ინდონეზიის კუნძულებზე, სადაც აღმოაჩინეს თავის ქალა. შენ უბრალოდ იდეალურად მოერგე ამ შემთხვევაში კუნძულის პირობებს. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ადამიანი ესე იგი ეს არის ყველაზე ჭკვიანი, მაგრამ მოდი რაღაცა ტესტები აჩვენებს, რომ ადამიანზე რაღაც უნარებით, რომელსაც უშუალოდ ტვინი
ტვინზე არის დაკავშირებული რაღაც უნარებით, შიმპანზე უკეთესი არის. მაგალითად არსებობს შიმპანზის ტესტი, რომელსაც შიმპანზეები უფრო აბსოლუტურ უმრავლესობა გადის და ადამიანს ეს ძალიან უჭრის. ხო, ჩვენ გსურთ რომ ვიფიქროთ, რომ ჩვენი ტვინი და ანატომია აბსოლუტური მწვერვალია, ხო, ევოლუციის, მაგრამ მოდი პატარა მაგალითი ავიღოთ, ხო? ეს ჩატარდა მე-20 საუკუნეში. ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ სხვათა შორის ეს ექსპერიმენტი შიმპანზეზე და წარმოიდგინეთ ეკრანზე წამიერად აციმცირდა ციფრები 1-დან 15-მდე, რომლებიც მალევე იფარება შავი კვადრატებით. მაიმუნმა ზუსტად თანმიმდევრობით უნდა დააჭიროს ამ კვადრატებს ხელი. ეხლა რა ხდება? თანამედროვე ადამიანი ამ ტესტს სტაბილურად უფრო ცუდად გადის ვიდრე შიმპანზე. ადამიანის ტვინი 5-6 ელემენტის შემდეგ უკვე იბნევა და ივიწყებს თანმიმდევრულობას. შიმპანზე კი წარმოუდგენელი სისწრაფით ყოველგვარი დაფიქრების გარეშე 10-15 ელემენტს იდეალურად აჭრეს. იმისთვის რომ ადამიანმა შიმპანზეს აჯობოს სპეციალური მნემონიკური ხერხების ჩართვა სჭირდება. ანუ არაპატიოსანი გზებით სჭირდება გამარჯვება. ეს იმიტომ ხდება, რომ შიმპანზეს შტომ განავითარა მოკლევადიანი ვიზუალური მეხსიერების ისეთი სიზუსტე, რაც მას ხეებზე სწრაფი ორიენტაციისთვის სჭირდება. ჩვენმა შტომ კი გაცილებით სხვა რაღაცაში გაცვალა, ესე ვთქვათ. და ეს სხვა რაღაცა არის მეტყველება და აბსტრაქტული აზროვნება. ამიტომ როცა ჩვენ ისტორიას თვალს ვადევნებთ, დაივიწყოთ ის იდეა, რომ ადამიანი ევოლუციის წინასწარ განსაზღვრული გვირგვინია. ჩვენ უბრალოდ ერთ-ერთი შტო ვართ ამ დიდი ევოლუციურ ხიდან, ხო, ხეზე, ასე ვთქვათ. ათობით სხვა შტო ნეანდერტალელები, ერექტუსები და სხვა დროთა განმავლობაში გადაშენდა. ჩვენ შტოს კი უბრალოდ გაუმართლა, გადარჩა და ახლა ზის და მსჯელობს იმაზე, თუ რატომ მაინც და მაინც ის გადარჩა და არა სხვები. აბარა ბიოლოგიურმა თვისებებმა და სუპერძალამ გახადა ჰომოს გვარი ასეთი გამძლე და ეფექტური. და ეს წარმატებული, ხო, ამაზე ესაც საინტერესოა. ჩვენ ჩვეულებრივ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ერთადერთი იარაღი დიდი ტვინია. ჩვენ ჭკვიანები ვართ და ამიტომაც გავიმარჯვეთ. ეს არის რაღაც კლასიკური პასუხი ამ შეკითხვაზე, რატომ გავიმარჯვეთ ჩვენ. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ტვინის გარდა ბუნება მოგცა რამდენიმე ისეთი უნიკალური ბიოლოგიური სუპერძალა, რომელსაც ტვინთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს. მოდით მივყვეთ ამ რაღაც სუპერძალებს. პირველი ეს არის ოფლიანობა და ნელი დევნით ნადირობა. დაახლოებით 3-4 მილიონი წლის წინ აფრიკაში კლიმატი იცვლება. ტროპიკული ტყეები უკვე უკან იხევს გარკვეულწილად და ჩდება უსაზღვრო ცხელი სავანეები. ხეებზე ვეღარ იცხოვრებ, დაბლა უნდა ჩამოხვიდე. დაბლა კი დარბიან აფთრები, ლომები და ხმალკბილა კატები. როგორ უნდა გადარჩე ამ მდგომარეობაში? ჩვენმა წინაპრებმა დაკარგეს სქელი ბეწვი და განავითარეს უნიკალური რამ. სააფლე ჯირკვლების გიგანტური ქსელი. და დაფიქრდით. აფრიკის სავანეში დარბის ავაზა ან ქურციკი. ის წარმოუდგენლად სწრაფია. ადამიანს შანსი არ აქვს სიჩქარეში აჯობოს. მაგრამ ოთხფეხა ცხოველებს არ აქვთ ეფექტური თერმორეგულაცია. ისინი სირბილისას სწრაფად ხურდებიან და რამდენიმე ასეული მეტრის შემდეგ გათიშულები ეცემიან. დასვენება სჭირდებათ, თორემ უბრალოდ გადაიწვევიან. ადამიანი არის ყველაზე საშიში ნელი მკვლელი ბუნებაში. ჩვენმა წინაპრებმა ისწავლეს ოფლის გამოყოფა, სხეულის გაგრილება მოძრაობის ბაშივე, ესე ვთქვათ. ადამიანი იწყებს ქურციკის დევნას. ქურციკი გაექცევა, რა ვიცი, 200-300 მეტრს, გაჩერდება და ფიქრობს, მორჩა, ჩამოვიტოვეო. ამ დროს უკრიდან 7 მყარი ნაბიჯით მოდის ორფეხა ადამიანი. ქურციკი ისევ გარბის 1 კილომეტრს, ისევ ჩერდება. ადამიანი მაინც მიხვება. რამდენიმე საათი, ასეთი დევნის შემდეგ,
რასაც ხშირი შემთხვევაში უწოდებდნენ გამძლეობით ნადირობას, ცხოველის სითბური დარტყმისგან უბრალოდ ეცემა გულწასული. ადამიანს იარაღიც კი არ სჭირდება ამ დროს, უბრალოდ მიდიოდა და იღებდა წაქცეულ ქურციკს, კლავდა მას და მე საკვებად გამოიყენებდა. აი, ერთი დიდი პლუსი ადამიანის. მეორე, ეს არის სოფლიოში საუკეთესო სნაიპერები ვართ ჩვენ, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ. ეს დედამიწაზე არსებულ არც ერთ ცხოველს არ შეუძლია ნივთების ისე ზუსტად და ძლიერად ყორცნა, როგორც ადამიანს. აი, შეგიძლიათ შიმპანზეებისა და გორილების ნახვაც, ისინი ქვებს ისვრიან, მაგრამ ისვრიან უხეშად, სუსტად და აცდენით. ადამიანის მხრის სახსარი, ნეკნები და მტევნის აგებულება ევოლუციურად ისე ჩამოყალიბდა, რომ ჩვენს სხეულს შეუძლია იმუშაოს, როგორც ნამდვილმა კატაპულტმა, ესე ვთქვათ. ყორცნისაც ჩვენი კუნთები და იოგები ენერგიას გარკვეულწილად აგროვებს და წამის მიასეთში ისვრის. ქვის ან ჯოხის ზუსტი ყორცნის უნარმა ადამიანის აქცია, ესე ვთქვათ, ერთ-ერთ ყველაზე საზარელ მტაცებლად. შობის ყორცნა ესეა და ქვის როლა, მოკლედ ეს იყო ევოლუციის რაღაცა დიდი უპირატესობა. ეს გარკვეულწილად იყო ბიოლოგიური თვალსაზრისით ჩვენთვის რევოლუცია თავდაცვისა და ნადირობის დროს. რაც პრინციპში სხვა პრიმატებმა ვერ განავითარეს. მე მოგვიანებით ნახავთ, რომ ვერც სხვა სახეობის ჰომოებმაც ვერ განავითარეს ეს მოცემულობა. ეხლა მესამე კიდე სუპერძალა, რა თქმა უნდა, ეს არის ხორცი და გარე საჭლის მონადირება. ანუ ხშირ შემთხვევაში ამას უწოდებენ სტეიკის რევოლუციას. ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ეს არის, რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი გადადის ხორცის ჭამაზე. ხორცი ანუ ითვლება, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში ადამიანი არ ჭამდა ხორცს, ის იყო ვეგეტარიანელი, ესე ვთქვათ. როგორც კი გადავიდა, ამან ბევრი რამე შეცვალა. ესე იგი, ხორცი, მოდი ავიღოთ, ეს არის კონცენტრირებული ენერგია, ხო? მცენარეულობის ჭამისას მთელი დღე უნდა იჯდე და ღეჭო, როგორც გორილა ჭამს ბალახს 8 საათის განმავლობაში დღეში. რათა მუცელმა როგორმე გადაამუშავოს ცელულოზა და შესაბამისად ეს დრო ამაზე მიდის. ხორცი კი იძლევა კალორიების უზარმაზარ რაღაც აფეთქებას. ხოლო როდესაც ადამიანმა ცეცხლის მოშინაურება, ხშირ შემთხვევაში ითვლება, რომ ცეცხლი მოიშინაურეს და ჯერ არ ვიცოდით გაჩენა, ხო? როდესაც ვისწავლეთ ცეცხლის მოშინაურება, დავიწყეთ ხორცის შეწვაც. გაჩნდა ფენომენი, რასაც ბიოლოგიაში გარე საჭმლის მონელებას უწოდებენ. როცა საჭმელს ცეცხლზე ამზადებ, ციფო შენს მაგივრად შლის რთულ ცილებსა და ბოჭკოებს. ანუ შენ ორგანიზმს აღარ უწევს ეს. კუჭ აღარ სჭირდება უზარმაზარი ენერგიის დახარჯვა უმე ხორცის ან მცენარის გადასამუშავებლად. შედეგად ადამიანს შეუმცირდა ნაწლავების მოცულობა, ხოლო გამოთავისუფლებელი უზარმაზარი ენერგია ბუნებამ მიმართა სხვა მიმართულებით. ესაა ტვინის გასაზრდელად. ეს მაგარი რაღაცა. ანუ ხშირ შემთხვევაში ხორცმა ჩვენი ტვინი გაზარდა, ხორცის ჭამა. და სწორედ ამან გვაქცია გარკვეულწილად, ესე ვთქვათ, დომინანტ სახეობად ბუნებაში. შემდეგი ეტაპი უკვე განვითარების ესეა, რა თქმა უნდა, როდესაც გაჩნდა ენა და მეტყველება. და შეკითხვა როგორ გაჩნდა ენა და მეტყველება. იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. ჩვენ ხშირად გონია, რომ მეტყველება გაჩნდა მხოლოდ პრაგმატული ესე იგი მიზეზების გამო. აი მაგალითად წადი, ის დაიჭირე, საფრთხეა იქ ლომია, არ წახვიდე და ასე შემდეგ. ანუ ესეთი პრაგმატული მიზეზების გამო გაჩნდა ენა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ბუნებაში წხვდება ნიშნები და სულაც არაა ამისთვის ენა საჭირო.
ესე იგი, პრიმატოლოგები, ანუ ვინც მაიმუნებს იკვლევენ და ანთროპოლოგები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ნახევრად სიმართლეა, ანუ ნიშნები ესეთი ნიშნები მხოლოდ ნახევრად სიმართლეა. ენის გაჩენას ორი უცნაური და ძალიან საინტერესო ძრავა ჰყავთ. პირველი, ეს არის სქესობრივი სელექცია და მეორე ეს არის ხელის წვრილი მოტორიკა. სქესობრივი სელექცია და ხელის წვრილი მოტორიკა. მოდი დავიწყოთ სქესობრივი სელექციით. პირველ რიგში უნდა ვთქვათ ერთი რაღაცა. ესე იგი, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ყოფილა ამას ანთროპოლოგები ამბობენ ენატანიობა. ეს რომელიც რაღაც რევოლუციური აღმოჩნდა, ესე ვთქვათ. აბა გავიხსენოთ, როგორ მუშაობს სქესობრივი სელექცია ბუნებაში, ხო? ფარჩავანს აქვს უზარმაზარი, უსარგებლო ბრწყინვალე კუდი. ფრენაში ეს კუდი ხელს უშლის, მაგრამ დედრს ეუბნება. შეხედე ისეთი ჯანსაღი გენები მაქვს, რომ ასეთი მძიმე კუდითაც კი ცოცხალი ვარ. და ეს რაღაცა დიდ უპირატესობას აძლევს სქესობრივ სელექციის დროს. ადამიანის შემთხვევაში ასეთი ფარშევანგის კუდი იქცა, ესე იგი, ენამჭრელობა, ესე ვთქვათ და იუმორი. წარმოვიდგინეთ პიროყოფილი ადამიანების ჯგუფი. ერთი მამაკაცი მიდის, ძალას აჩვენებს, იბღვირება, იღრინება. მეორე კი მიდის დედრთან და იწყებს ისტორიების მოყოლას, ხორობას, გერებით ეთამაშება, ენას უწყობს ჟესტიკულაციას. ლამაზად მოუბარი, საინტერესო იუმორით აღჭურვილი ადამიანი პარტნიორს უგზავნის პირდაპირ სიგნალს. ჩემი ტვინი იმდენად რთულად და ეფექტურად მუშაობს, რომ შემიძლია ასეთი რთული კონსტრუქციები ავაგო შენთვის და ანუ ჩემი გენი რაღაცა მნიშვნელოვანია. შედეგად ვის რჩება შთამომავლობა? უბრალოდ შანსი, რომ უფრო მეტი დატოვოს, ხო? სწორედ იმას, ვინც უკეთ კომუნიკაბელურობს, ესე ვთქვათ. ვინც უკეთ აბამს ქალს, ესე ვთქვათ. ენატანიობა რიტორიკის ოსტატებმა და იუმორისტებმა ევოლუციურად აქციას უპირატესობად, ანუ ევოლუციურად გაიმარჯვეთ. იუმორის სიმღერა და ისტორიების მოყოლა სწორედ სქესობრივი სელექციის პირდაპირ პროდუქტად ითვლება. მეორე ეს არის სოციალური ჭორაობა. პრიმატებთან ჯგუფის შიგნით ნდობა და სოციალური კავშირი ყარდება ეგრეთ წოდებული ბეწვის ჩხრეკით. ალბათ იცით ბეწვის ჩხრეკის ამბავი. მაიმუნები სხედან საათობით ერთმანეთს ბეწვს უჩხრეკენ, ამშვიდებენ და ამით ამბობენ, ჩვენ ერთად ვართ. ჩვენ ერთმანეთის მეგობრები ვართ, ესე ვთქვათ, ერთმანეთს ვენდობით. მაგრამ ბეწვის ჩხრეკას ერთი დიდი პრობლემა აქვს. ის ძალიან ნელია. შენ შეგიძლია ერთდროულად მხოლოდ ერთ მაიმუნს უჩხრეკო ბეწვი. როდესაც ადამიანთა ჯგუფები გაიზარდა 20-30 კაცამდე, ბეწვის ჩხრეკას მთელი დღე დასჭირდებოდა და სანადირო დრო აღარ გვექნებოდა. და აი ადამიანმა გამოიგონა ვოკალური ბეწვის ჩხრეკა, ანუ ჭორაობა. მეტყოლება გაძლევს საშუალებას იჯდე კოცონთან და ერთდროულად 5-10 ადამიანს ელაპარაკო. უთხრა რაღაცე მოუყვე რაღაც ამბები. ენამ ჩაანაცვლა ფიზიკური კონტაქტი და სოციალური ჯაჭვები 100-ჯერ უფრო სწრაფი და ეფექტური გახადა. ეს ძალიან დიდი მნიშვნელოვანი მომენტი იყო. და მესამე, საიდუმლო კავშირი თითები და ენა, მოდი ესე ვთქვათ. ყველაზე გაუცებული ბიოლოგიური ფაქტი არის ის, რომ ხელის წვრილი მოტორიკა პირდაპირ დაკავშირებულია ტვინის მეტყველების ცენტრებთან. ტვინში ბროკას ზონა, ანუ ეს არის, რომელიც პასუხისმგებელია მეტყველების წარმოქმნაზე და ხელის ტევნის მართვის ზონები გვერდიგვერდ მდებარეობს. ნეიროფიზიოლოგებმა ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი. მაგალითად, კუბიკ რუბიკის ტრიალს ან ქვის იარაღის გამოჩეხას მისი ტვინის მეტყველების ცენტრები ავტომატურად აქტიურდება.
როდესაც პიროყოფილმა ადამიანმა დაიწყო ქვის იარაღების თითებით ფაგიზად დამუშავება, ნემსების კეთება და ძვლების თლით დამუშავება, მან პარალელურად ავარჯიშა ტვინის ის ზონები, რომლებმაც მოგვიანებით რთული მეტყველების ჩამოყალიბება გამოიწვია. ენის გაჩენა არ ყოფილა შემთხვევითობა. ხელის წვრილმა შრომამ მოამზადა ტვინის არქიტექტურა. სოციალურმა ჭორომამ შეკრა დიდი ჯგუფები, ხოლო სქესობრივმა სელექციამ უპირატესობა მიენიჭა მათ, ვინც უკეთესად საუბრობდა. ამის შემდეგ ერთი რაღაცას უნდა ითქვას, რომ თითქოს ესე კარგად მივდივართ, ხო, ევოლუციურად. მაგრამ ესეც უნდა ითქვას, რომ ჩვენ სხეულში არის ბევრი არქაული ელემენტი. როცა თანამედროვე ტექნოლოგიებს უყურებთ, გონია, რომ ადამიანი რაღაც იდეალურად ინჟინერირებული ქნილებაა. იდეალი ხო რაღაც ბუნების მწვერვალი. სიამოვნებაში კი ჩვენ სხეული გავს რაღაცა ძველ ბინას, სადაც ყოველი ახალი პატრონე რაღაცას ცვლის და მილების ქვეშ მალავს რაღაცა ელემენტებს უბრალოდ, აი რაღაცა და ტოვებს რაღაცა კვალს, ყველა ძველი მეპატრონე, ესე ვთქვათ. ან ძველ სადანებსა და მილებს, ესე ვთქვათ, რომელიც დატოვებულია ჩვენ ბინაში, ჩვენ ბიოლოგიურ სხეულში, ესეთი ქვია რუდიმენტები და ატავიზმები. ეს არის ჩვენი არქაული წარსულის ფოტოალბომი, რომელიც პირდაპირ ჩვენ სხეულზეა აღბეჭდილი. აი მოდი სამი ესეთი ავიღოთ რა. ფეხის ნეკითითი და შუაღამის ტრაგედია. ყოველ ჯერზე, როდესაც შუაღამისას წამოდგებით ბნელ ოთახში, ფეხს ავეჯს წამოვკრავთ ხოლმე და მთელი ძალით ნეკათიც მიარტყავთ ხოლმე, მაინც და მაინც ნეკათიც. და რაღაც ამ დროს ალბათ ძალიან ხმამაღლა ყვირით ხოლმე. მე პირადად ესე ვაკეთებ ხოლმე. სიამოვნებაში ჩვენი შორეული წინაპრებისთვის, რომლებიც ხეებზე დახტოდნენ, ფეხის ყველა თით საერთოდ მნიშვნელობა ჰქონდა. როდესაც მიწაზე ჩამოვიდა ადამიანი და 4 ფეხზე სიარული დაიწყო, წონასწორობის მთავარი დატვირთვა გადავიდა ტერფის შიდა მხარესა და დიდ თითზე. ნეკი თითი თანდათან, ესე ვთქვათ, პენსიაზე გავიდა. არა, თავის დროზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის. ის დღესაც ეხმარება წონასწორობის გადანაწილებაში ფეხს, მაგრამ იმდენად პატარა და სუსტი გახდა, რომ მისი მთავარი ფუნქცია თანამედროვე ბინაში ღამე ფეხის დარტყმა. ევოლუციამ ის ბოლომდე ვერ წაშალა, ესე ვთქვათ, რადგან მისი არსებობა გადარჩენას ხელს არ უშლის. მეორე ეს არის სიბნის კბილი. რატომ გვიწევს სტომატოლოგთან სირბილი? აი მე ახლახანს ამოვიღე, სხვადასხვა სიბნის კბილი, ათასობით ლარის დახარჯვა და საშინელი ტკივილების გაძლება იმის გამო, რომ რაღაც კბილი პირდაპირ ყბის კუთხიდან, ლამის ხახიდან ამოდის გვერდულად. და რაღაც გვეუბნება, გამარჯობა, მე სიბნის კბილი ვარ. პასუხი მარტივია ამ კითხვაზე. ჩვენი მენიუ შეიცვალა, ყბა შემცირდა, კბილები კი დარჩა. როდესაც ჩვენი წინაპრები უმხორცს, მძიმე რკოს, ფესვებსა და ხის ქერქს ხეჭავდნენ, მას სჭირდებოდათ უზარმაზარი ძლიერი ყბები და ბევრი საფქვავი კბილი. მას შემდეგ, რაც ცეცხლზე საჭმლის მომზადება დავიწყეთ, ანუ კულინარია დავიწყეთ, საჭმელი გახდა რბილი. ყბებმა გარკვეულწილად დატვირთვა შეამცირეს მკვეთრად. და ევოლუციის პროცესში ადამიანის ყბა დაპატარავდა, ყბის ძვალი დაპატარავდა. მაგრამ გენეტიკური პროგრამა, რომელიც კბილების რაოდენობას განსაზღვრობდა, უფრო ნელა შეიცვალა. შედეგად ყბაში 32 კბილი ფიზიკურად ვერ ეტევა. მერე კბილებს, სიბნის კბილებს, ურვავთ ადგილი აღარ რჩებათ და იწყებენ გამოსვლას გვერდიდან, ყბის ძვალში ან ხორხისკენ. ეს არის ტიპიური ევოლუციური აცდენა ჩვენს დიეტასა და ანატომიას შორის. მესამე, კუდუსუნი და ბატიბუტის კანი, ხო? კუდუსუნი, ეს არის ჩვენი
ყოფილი კუდის ნიშანი, ნაშთი ესე ვთქვათ. რამდენიმე შეზრდილი მალა ხერხემლის ბოლოში ჰქონდა. ოდესღაც კუდი წონასწორობასა და ემოციების გამოხატაში გვეხმარებოდა. დღეს კუდი აღარ გჭირდება, მაგრამ კუდუსუნი მაინც მიმაგრებულია მენჯის ფსკერის ზოგიერთ კუნთთან. და ბატებუტისკანე, როცა გვცივა ან გვესიზმრება საშინელი რაღაც სიზმრები, ფრედი კრუგერი ან ამე სხვა, კაზე თმები ყალზე დგება. ბეწვიან ცხოველებისთვის ეს ორი პირველი ეს არის ციცივეში ბეწვი იბერება და სითბოს აკავებს, ხოლო როდესაც საფრთხელის ცხოველს ის უფრო დიდი და საშიში ჩანს, როდესაც ყალზე დგება ბეწვი. ჩვენ ბეწვი დიდი ხანია დავკარგეთ, მაგრამ კუნთები, რომელიც თმის ძირებს ქაჩავს, დღემდე ავტომატურად იკუმშება. შესაბამისად, ჩვენ სხეული სავსეა ასეთი არქეული კომპრომისებით. ევოლუცია არ არის არქიტექტურა, რაღაც იდეალური რაღაცა, რომელსაც შეუძლია ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყება. ის არის რესტავრატორი გარკვეულწილად, რომელიც ძველ მასალას იყენებს და ახალ პირობებს არგებს ხოლმე. ეხლა მოდი გადავიდეთ ერთ-ერთ საინტერესო საკითხზე, რომელიც ადამიანებს აინტერესებდა. ზოგადად საიდან მოვდივართ ყველანი და რას ამბობს თანამედროვე გენეტიკა ჩვენ საერთო საწყისზე, საერთო წინაპარზე. როცა რელიგიურ ტექსტებს ვკითხულობთ ადამსა და ევაზე, ხშირად გონია, რომ ეს მხოლოდ მითოლოგიაა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში 21 საუკუნის მოლეკულურმა გენეტიკამ აღმოაჩინა რაღაც გასაოცარი. ჩვენ ყველას დედამიწაზე მცხოვრებ რამდენი ვართ 8 მილიარდ ადამიანს, ნამდვილად გვყავს საერთო დედაც და საერთო მამაც. მართალია მეცნიერებმა მათ და სხვა შინაარსს აძლევს, მაგრამ მოდი ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს გენეტიკური დეტექტივი. როგორ ეძებენ გენეტიკოსები უძველეს წინაპარს? პასუხია მიტოქონდრიულ დნმ-ით მეშვეობით. ეს mtDNA ეგრე იწერება ინგლისურად. ჩვენ უჯრედების ენერგოსადგურები, მიტოქონდრები, შეიცავს საკუთარ ცალკეულ დნმ-ს. და აი, თავარი საიდუმლო. მიტოქონდრიული დნმ შვილს გადაეცემა მხოლოდ და მხოლოდ დედისგან. მამას ამ პროცესში წვლილი არ შეაქვს. ანუ შენს მიტოქონდრიულ დნმ-ს იღებ დედისგან. დედა შენი თავის დედისგან. ის თავის დედისგან და ასე უწყოდათ ათასწლეულობის განმავლობაში. როდესაც გენეტიკოსებმა აიღეს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანის დნმ-ის ნიმუშები და საათის ისარივი დაიწყეს მუტაციების უკან დახევა, წმინდა სტატისტიკურად მივიდნენ ერთ კონკრეტულ ქალამდე. მას მეცნიერებმა პირდაპირ შეარქვეს მიტოქონდრიული ევა. ის ცხოვრობდა აღმოსავლეთ აფრიკაში დაახლოებით 150-200,000 წლის წინ. ნიშნავს ეს იმას, რომ იმ დროს დედამიწაზე ერთადერთი ქალი იყო? არა. იმ დროს ათასობით სხვა ქალიც იცხოვრებდა სავარაუდოდ. მაგრამ ევა იყო ერთადერთი, რომლის დედრობითი სქესის შთამომავლობის უწყვეტი ჯაჭვიც არასდროს გაწყვეტილა. სხვა ქალების შტოები დროთა განმავლობაში ან გაწყდა, ან მხოლოდ ვაჟები გააჩინეს, ან ამოწყდა. ანუ დღეს დედამიწაზე მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი, იქნება ეს ჩინელი, ირლანდიელი, აფრიკელი თუ ქართველი, დედის ხაზით ამ ერთ აფრიკელ ქალის პირდაპირი შთამომავალია. მეორე, ზუსტად იგივე მექანიზმით მუშაობს მამრობითი ხაზით, ოღონდ Y ქრომოსომის მეშვეობით. Y ქრომოსომა გადაეცემა მხოლოდ მამიდან ვაჟს. გამოთვლებმა აჩვენეს, რომ ყველა თანამედროვე მამაკაცის Y ქრომოსომა მიდის ერთ კონკრეტულ კაცამდე, Y ქრომოსომულ ადამამდე, ესე ვთქვათ, რომელიც ასევე აფრიკაში ცხოვრობდა დაახლოებით 60-90,000 წლის წინ. და დააკვირდით საინტერესო დეტალს. გენეტიკური ადამი და ევა ერთად არ ცხოვრობდნენ. მათ შორის ათეულობით 1000 წელიწადია განსხვავება. ადამი უბრალოდ იყო იმ ეპოქის ყველაზე წარმატებული
გაგაჩადი ესე ვთქვათ, ხო, რომლის ვაჟების შთამომავლობაც მოახერხა საუკუნეების განმავლობაში ჩვენამდე მოღწევა. აქ ჩდება ლოგიკური კითხვა, რატომ მიდის ყველა ჩვენი გენი მაინც და მაინც ასეთ მცირე ჯგუფამდე. მიზეზი არის მოვლენა, რასაც გენეტიკაში ბოთლის ყელის ეფექტს უწოდებენ. კაცობრიობის ისტორიაში რამდენჯერმე მოხდა საშინელი კლიმატური თუ ეკოლოგიური კატასტროფა. მაგალითად, გამყინვარების დაწყება ან ვულკან ტობას ამოფრქვევა. ამ დროს დედამიწაზე ადამიანების საერთო პოპულაცია მკვეთრად შემცირდა. სულ რაღაც 10,000-დან 20,000-მდე ინდივიდი არსებობდა მთელ პლანეტაზე. წარმოიდგინეთ, მთელი კაცობრიობა ერთ სტადიონზე დაეტევოდა მაშინ. ჩვენ ვიყავით გადაშენების პირას ყოფი სახეობა. სწორედ ამ მცირე ჯგუფმა გადაიტანა კრიზისი, გამრავლდნენ და მოგვიანებით აითვისეს მთელი პლანეტა. ამიტომაა, რომ აფრიკაში დღეს გაცილებით მეტი გენეტიკური მრავალფეროვნება, ვიდრე მთელ დანარჩენ მსოფლიოში ერთად აღებული. აფრიკიდან გარეთ გამოვიდა ამ პოპულაციის მხოლოდ ერთი პატარა ჯგუფი, რომელებმაც დაასახლა ევროპა, აზია და ამერიკა. გენეტიკა გეუბნება უმარტივეს რამეს. რასობრივი და ეთნიკური განსხვავებები ეს არის სულ რაღაც ბოლო ათეულობით 1000 წლის განმავლობაში შეძენილი ზედაპირული ცვლილებები, როგორც კანის პიგმენტაცია, თვალის ჭრილი და ასე შემდეგ. სიღრმეში კი ჩვენ ყველანი ერთი აფრიკული ოჯახის წევრები და შვილები ვართ. მაგრამ როდის და როგორ გაბედა ამ პატარმა ჯგუფმა აფრიკიდან გამოსვლა? როგორ შეჯახნენ ისინი თავიანთ, ესე ვთქვათ, ბიძაშვილებს, ნეანდერტალელებს და ვინ გაემარჯვა ამ კონკურენციაში? მოდი დავსვათ კიდე ერთი შეკითხვა, რა მოხდა მაშინ, როდესაც პატარა ჯგუფმა აფრიკის საზღვრები გადალახა და ევრაზიაში შეაბიჯა. დაახლოებით 60,000-70,000 წლის წინ ჰომო საპიენსის ჯგუფებმა დაიწყეს დიდი მიგრაცია, მაგრამ ევრაზია ცარიერი ველი არ ყოფილა მაშინ. ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში უკვე ასობით 1000 წლის განმავლობაში გაბატონებული იყვნენ ჩვენი ძლიერი, კუნთოვანი და ყინვამტანი ბიძაშვილები, ნეანდერტალელები. როგორები იყვნენ ეს ნეანდერტალელები? თუ ჩვენ წარმოვიდგინეთ ამ ორ სახეობას შორის ფიზიკურ დაპირისპირებას, შედარებას, ნეანდერტალელები უბრალოდ საპიენსებს, ჩვენ უშუალოდ წინაპრებს შუაზე გახევდნენ ეს. ნეანდერტალელები იყვნენ ფართო ლასტისებრი გულმკერდის მქონენი, უზარმაზარი კუნთოვანი მასის, სქელი ძვლებით და ყინვასთან ადაპტირებული მოკლე მტკიცე კიდურებით. ტვინის მოცულობა სხვათა შორის ნეანდერტალელებს საშუალოზე უფრო დიდი ტვინი ჰქონდათ, ვიდრე თანამედროვე ადამიანსაც კი. და ხელჩართულ ომში ნეანდერტალელები სხვილ ნადირებზე, მაგალითად მამონტებზე და ბეწვიან მარტოქეებზე ნადირობდნენ. ძიმე შუბებით, რომლებსაც პირდაპირ ხელჩართულ ბრძოლებში კლავდნენ. მათ ჩონჩხები სავსე არის მოუშუშებელი მოტეხილობებით. ზუსტად ისე, როგორც თანამედროვე რაღაცა ბოქსიორი იქნება თუ რაღაც როდეოს ხედრებს ჭირთ ხოლმე. ჩვენი წინაპრები ჰომო საპიენსი მათთან შედარებით გავდნენ გამხდარ მაღალ სუსტ ათლეტებს. საპიენს არ ჰქონდა ასეთი კუნთოვანი და მასა და არც ყინვა გამძლე არ ყოფილა. მაშინ ლოგიკური შეკითხვა იბადება, როგორ მოხდა, რომ სუსტმა საპიენსმა მთლიანად ჩაანაცვლა სუპერ ძალის მქონე ნეანდერტალელი. და აი ეგეცა ჩვენი კიდე ზემოთ უკვე თქვი, მაგრამ გავიმეორებ. პასუხი იმალება, რა თქმა უნდა, ორ რამეში. ეს არის იმაში, რომ საპიენსმა ინდივიდუალურად კი არ აჯობა, არამედ სოციალურ მოქნილობითა და ტექნოლოგიებში. აი ხა რამოდენიმეს ჩამოთვლი. პირველი ეს არის დისტანციური იერარქია. ზემოთ თქვი და ეხლაც გავიმეორებ. სანამ ნეანდერტალელი სხვებთან ახლოს მიდის და საკუთარ სიცოცხლეს რისკავს, საპიენსმა გამოიგონა შუბის მტყორცნელი. და მოგვიანებით ეს უკვე ეგაც რევოლუცია ითვლება, მშვილდისარი.
საპიენს შეეძლო ნადირის ან ტრის განადგურება სადღაც 30-50 მეტრის დისტანციით. მეორე, დიდი სოციალური ქსელები. ნეანდერტალელები ცხოვრობდნენ მცირე იზოლირებულ ჯგუფებად. 10-15 კაცი ხვდება ძირითადად. თუ მათ ჯგუფში მონადირეები დაიხოცებოდნენ, ჯგუფი განწირული იყო. საპიენსებმა კი ისწავლეს შორ მანძილზე სოციალური ალიანსების შექმნა. ტომები ერთმანეთს უცვლიდნენ ინფორმაციას, ქორწინდებოდნენ, ეხმარებოდნენ შიმშილობისას. 100-200 კაციანი ქსელი ყოველთვის იმარჯვებს 15 კაციან იზოლირებულ ჯგუფზე. მესამე, ეკოლოგიური მოქნილობა. ნეანდერტალელები და ზოგადად ნეანდერტალელი იყო მსხვილი ხორცის მძიმე მომხმარებელი. როცა კლიმატი იცვლებოდა და მსხვილი ხორცები მცირდებოდა, მას უჭირდა საპიენსის თან კონკურენცია. საპიენს კი შეეძლო ბევრი რაღაცის ჭამა. თევზაობა, ფრინველზე ნადირობა, მცენარეების, კენკრის, ლოკოკინების შეჭმა და ასე შემდეგ. რაც გადარჩენისთვის, რა თქმა უნდა, უფრო ეფექტური არის. ანუ ნეანდერტალელი იყო უფრო მეტად პროფესიონალიზირებული კონკრეტულ სანადირო მიმართულებით, რაც არ ყოფილა Homo sapiens. ისე უნდა ითქვას, რომ ზოგადად ის არსებები, რომლებიც არ არიან მეგა პროფესიონალიზირებული, ყოველთვის ჯობნის, უბრალოდ ყოველთვის მარცხდება იმათთან, ვისაც აქვს არ არის ესეთი მეგა პროფესიონალიზირებული, მაგრამ აქვს მრავალმხრივი მოქნილობა, ესე ვთქვათ. ამის მიუხედავად, იმისა, რომ საპიენსებმა კონკურენციაში აჯობებს ნეანდერტალელებს, ეს არ ყოფილა უბრალოდ რაღაც სისხლიანი გენოციდი. 2010 წელს, როდესაც გენეტიკოსმა სვანეტ პებომო, რომელმაც სწორედ ამ აღმოჩენაში ნობელის პრემიას მიიღო, გაშიფრა ნეანდერტალელის დნმ, გენი. აღმოჩნდა გასაოცარი რაღაცა, რომ ჩვენსა და მათ შორის მოხდა ჰიბრიდიზაცია, ანუ შეჯვარება. აფრიკის გარეთ ცხოვრ ყველა თანამედროვე ადამიანს, ანუ აფრიკის გარდა, ანუ ნეგროიდული რასის გარდა, ესენი იქნებიან ევროპელები, აზიელები, ამერიკელები, დნმ-ში აქვთ 1-დან 2%-მდე ნეანდერტალელის გენები. ჩვენმა წინაპრებმა მათგან მიიღეს იმუნური სისტემის ზოგიერთი გენი, რომლებიც ევრაზიულ ინფექციებთან ბრძოლაში დაგვეხმარა. ანუ ნეანდერტალელები ბოლომდე არ გამქრალან, ისინი ნაწილობრივ ჩვენშიც არსებობენ. რადგან ჩვენ ნეგროიდები არა ვართ, ქართველებშიც არსებობს, როგორც სხვა ევროპელებში თუ აზიელებში. ხო, საპიენსის გამარჯვება არ ყოფილა კუნთების გამარჯვება. ეს იყო სოციალური ორგანიზაციის კულმინაცია და მოქნილობის გამარჯვება. მაგრამ რა იყო ის შინაგანი ძალა, რამაც საპიენსი ასეთ უპრეცედენტო სოციალურ ერთიანობა მისცა. რა მოხდა ჩვენ ტვინში დაახლოებით, ესე ვთქვათ, 40-50 წლის წინ, რასაც მეცნიერები ხშირად აზროვნების რევოლუციას უწოდებენ. როგორც გითხარით, 40-50 წლის წინ ადამიანის ქცევასა და აზროვნებაში ხდება რაღაც, ესე იგი, ფენომენალური, რასაც მეცნიერები აზროვნების რევოლუციას უწოდებენ. მანამდე ადამიანი აკეთებდა უბრალოდ ქვის იარაღებს, რომლებიც ასობით 1000 წელი თითქმის არ იცვლებოდა ხოლმე. და უცებ თითქოს ტვინში რაღაც ჩამრთველი გადაატრიალესო, ისე ხდება. ადამიანმა დაიწყო იმის კეთება, რასაც დედამიწაზე არც ერთი სხვა ცოცხალი არსება არ აკეთებს. სიმბოლოების, მითებისა და ხელოვნების შექმნა. წარმოიდგინეთ საფრანგეთსა და ესპანეთის სიღრმეში მდებარე შოვესა ან ლასკოს მღვიმეები. ადამიანები ჩადიოდნენ მღვიმეების ყველაზე ღრმა, სრულიად ბნელ ტოტებში, სადაც არავინ ცხოვრობდა. მიჰქონდათ ჩირაღდენები, ჟანგმიწა, ნახშირი და კედელზე ხატავდნენ ბიზონებს, ლომებს, ირმებს და მამონტებს. ეს არ ყოფილა უბრალოდ დეკორაცია. როდესაც ჩირაღნის ცეცხლი კედელზე ციმციმებდა, მღვიმის უსწორმაწორო ზედაპირზე დახატული ცხოველები თითქოს მოძრაობდნენ. ეს გარკვეულწილად კაცობრიობის პირველი 3D, ესე ვთქვათ, კინოთეატრი იყო.
ეს იყო რელიგიური, მაგიო-რიტუალური სივრცე. ადამიანი ხატობდა ნადირს, რათა მასზე სულიერი ძალაუფლება მოეპოვებინა. ეპოვა კავშირი იმ სამყაროსთან, რომელსაც თვალით ვერ ხედავდა. ამავე ეპოქაში ჩნდება მცირე ფორმის ქანდაკებები, რომლებსაც არქეოლოგები პალეოლითურ ვენერებს უწოდებენ. ცნობილია ვილენდორფის ვენერა მაგალითად. ეს არის პატარა, თითქმის ხელის გულზე დასატევი ფიგურა. აი, სხვადასხვა მუზეუმში რო შეხვიდეთ, ამას ნახავთ. ჩვენ მუზეუმში რო შეხვიდეთ. მათ არა აქვთ სახე. სამაგიეროდ ხაზგასმული და ჰიპერბოლიზებულია სხეულის ის ნაწილები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ორსულობას, გამრავლებასა და გამოკვებას. განიერი მენჯი, უზარმაზარი კერდი და მუცელი. მონადირე შემგროვებელთა სამყაროში, სადაც შივშილი მუდმივი თანამგზავრი იყო, ესე ვთქვათ, ხო? სუქანი ქალი ნიშნავდა სიმაძღრეს. შესაძლოა დღემდე სხვადასხვა ტომში ამას ნიშნავს. ჯანმრთელობას და ახალი სიცოცხლის შობის უნარს. ეს იყო ნაყოფიერების, დედა ბუნებისა და სიცოცხლის გაგრძელების პირველი აბსტრაქტული სიმბოლო. მესამე ესეთი მნიშვნელოვანი რამე არის ფანტაზიის ძალა, არარსებულის დაჯერება. ყველაზე მნიშვნელოვანი აზროვნების რევოლუციისთვის იყო ხელოვნებაზე მეტადაც კი იყო ადამიანის უნარი, რომ ისწავლა რაღაცეების გააზრება და თქმა, რაც ფიზიკურად არ არსებობდა. აი, მაიმუნს შეუძლია თქვას, ან მიანიშნოს უბრალოდ, რომ აი, ფრთხილად ლომია. მაგრამ მხოლოდ Homo sapiens, ანუ ადამიანს შეუძლია თქვას, ლომი არის ჩვენი ტომის მფარველი სული, ის ძაში ცხოვრობს და თუ რიტუალს შევასრულებთ, ის ნადირობაში დაგვეხმარება. ანუ მარტივად რო თქვა, ანიმიზმი, ფეტიშიზმი გაჩნდა ჩვენ და მაგია, რა თქმა უნდა, გაჩნდა ჩვენ რეალობაში. გერმანიაში შტადელების მღვიმეში ნაპოვნია კაცი ლომის 40,000 წლის წინანდელი ძველი ფიგურა. ადამიანის სხეული ლომის თავით. ეს უკვე ანიმიზმზე მიანიშნებს, ხო? ასეთი არსება ბუნებაში არ არსებობს. ის მხოლოდ ადამიანის წარმოსახვის შედეგია და ადამიანის წარმოსახვამ დაბადა. აბსტრაქტულმა აზროვნებამ და მითებმა ადამიანს საშუალება მისცა დაეჯერებინა საერთო იდეების, სულებისა და ღმერთებისთვის. სწორედ ამ საერთო რწმენამ გააერთიანა ასობით უცნობი ადამიანი ერთომად. აზროვნების რევოლუციამ ადამიანი გახადა სიმბოლურ არსებად. ჩვენ დავიწყეთ ცხოვრება არა მხოლოდ ფიზიკურ სამყაროში, სადაც ქვები და ხეები, არამედ წარმოსახვით სამყაროში, სადაც არსებობს მითები, სულები, ხელოვნება და იდეები. მაგრამ ვინ ეხმარებოდა ახალგაზრდას ამ რთულ მითებისა და ცოდნის დაგროვებაში, როგორ იქცნენ მოხუცები ტომის ყველაზე ძვირფას განძად. ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ეგრეთ წოდებული ბებიების რევოლუცია. როდის და როგორ სწავლობს ადამიანი სოციალურ ალტრუიზმს და სხვებზე ზრუნავს. ველურ ბუნებაში წესი სასტიკია. თუ შენ ხარ ავად, დააჭრილი ან მოხუცი, შენ ხარ ტვირთი. ცხოველთა სამყაროში, როგორც კი ინდივიდი კარგავს რეპროდუქციულ უნარს ან ადირობის უნარს, ის განწირულია. მაგრამ Homo sapiens-ის საზოგადოებაში მოხდა რაღაც სრულად საპირისპირო, რასაც ანთროპოლოგები ბებიების ჰიპოთეზას ან სუბუქი იუმორით გაბებიავებას უწოდებენ. იცოდით, რომ დედამიწაზე მცხოვრები ძუძუმწოვრების აბსოლუტური უმრავლესობას არ აქვს მენოპაუზა. ცხოველები შთამომავლობას აჩენენ სიცოცხლის ბოლომდე. ადამიანი კი ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, სადაც დედრობითი სქესის ინდივიდი სიცოცხლის მეორე ნახევარს ატარებს რეპროდუქციის ფუნქციის გარეშე. ევოლუციური თვალსაზრისით ეს თითქმის ნონსენსის უნდა იყოს, ხო? რატომ უნდა შეინახოს ბუნებამ ინდივიდი, რომელსაც ახალი შვილის დაბადება აღარ შეუძლია? პასუხი მარტივია და გაგაოცებთ თან. მოხუცი ქალი გახდა ჯგუფის გადარჩენის მთავარი გარანტი. უნიკალური რაღაც. აი პირველი.
შვილიშვილების გამოკვება. სანამ ახარგაზრდა დედა ახალშობილს უვლის ან რესურსებს ეძებს, ბები აგროვებს ფესვებს, კენკრას, უვლის უფრო შვილიშვილებს და მათ კალორიებით უზრუნველყოფს. მეორე, ცოდნისა და მეხსიერების ბანაკი. ბებია და ბაბუა არიან ტომის ცოცხალი, ესე ვთქვათ, ვიკიპედია, ცოდნის წყარო. თუ 30 წელიწადში ერთხელ ხდება საშინელი გვალვა, ახალგაზრდებმა არ იციან, საიდან მოიტანონ წყალი. მოხუც კი ახსოვს 30 წლის წინ ასეთ გვალვა რომ იყო, აი იმ კლდის მიღმა ღრმა ორმოში წყალი მაინც დგებოდა. მოხუცების არსებობამ კვეთარ გაზარდა ბავშვების გადარჩენის შანსი და ტომს მისცა ცოდნის დაგროვების საშუალება. ტომმა ისწავლა თავისი მეხსიერების, თავისი მოხუცების გაფრთხილება და შენახვა. აი ამის ყველაზე კაი მაგალითი არის, ეს არ არის უბრალოდ თეორია, ეს არის ერახში შანიდალის მღვიმე, სადაც ნაპოვნია ნეანდერტალელის ჩონჩხი. ცნობილია როგორც ეგეც სახელი აქვს შანიდარ 1, რომელიც დაახლოებით 40-50 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმ ეპოქისთვის ეს 40-50 წელი ეს არის აი როგორ იცი, ახლა დღეს როგორც არიან 100 წლის ადამიანები და შეიძლება მეტიც და კიდე. ხო, რატომ არის ეს საინტერესო რაღაც? ეს როდესაც აღმოჩნდეს, ეს ამან გამოიწვა შოკი. პირველი, ამ კაცს ახალგაზრდობაშივე ქონდა მიღებული ძალიან მძიმე თავის ტვინის ტრავმა. ერთი თვალი სრულიად ბრმა ჰქონდა. მას ამპუტირებული ჰქონდა მარჯვენა მკლავი. და მას ჰქონდა მძიმე ართრიტი და კოჭლობა. წარმოიდგინეთ, ახალგაზრდობაში მან ეს სადღაც ეს უნდა ყოფილიყო თინეიჯერობა 20 წლის ასაკში. მან მიიღო ეს ტრავმები, კოჭლი, ცალხელა, თვალა ადამიანი. ხო წარმოგიდგენთ, ეგ ბუნებისთვის ასაჭირო და ადამიანმა იცხოვრა 40-50 წელი. ეს კაცი წლების განმავლობაში ვერ ნადირობდა, ვერ დარბოდა და ვერც იცავდა ჯგუფს. ველურ ბუნებაში ის 2 დღეს ვერ გაძლებდა, მაგრამ მან იცოცხლა ათეულობით წელი. ეს ნიშნავს ერთ რამეს. ტომი მას ყოველ დღე აჭმევდა, ულიდა, ჭრილობებს მუშაობდა და ადგეს უცვლიდა. მას პატივს სცემდნენ არა კუნთების, არამედ მისი გამოცდილებისა და სულის გამო. სწორედ ამ ეპოქაში ყალიბდება ტრადიცია, რომელიც დღემდე ჩვენ ცხოვრების ნაწილია. საღამოს კოცონდა შეკრება. დღისით, როცა ნადირობა და შრომა მიდიოდა, საუბრისთვის სცენა არ იყო. საღამოს კი, როცა კოცონი დაინთებობდა, ტაცებლები უკან იხევდნენ. გუფი ჯდებოდა ცეცხლის გარშემო. იქ იჯდა მოხუცები, რომლებიც ყვებოდნენ ისტორიებს, ტომის წარსულზე, გმირებზე, სულებზე, სამყაროს გაჩენაზე. ახალგაზრდები უსმენდნენ, სწავლობდნენ და ამით იკვრებოდა კულტურული მეხსიერება. ადამიანი გახდა ადამიანი არა მაშინ, როდესაც პირველი ქვის დანა გამოჩერხა, არამედ მაშინ, როცა პირველად მოუარა დაჭრილს და მოხუცს. სოციალურმა ალტრუიზმმა და თაობათა შორის ცოდნის გადაცემამ ჩვენ სახეობას უპრეცედენტო ძალა მისცა. მაგრამ რით დასრულდა ეს დიდი პალეოლითური ეპოქა? რა ხდებოდა მაშინ, როდესაც მამონტები და თქვათ გიგანტური ცხოველები, იქნებოდა ეს ხმალკბილა, ვეფხვი და ასე შემდეგ, ქრებოდა, ადამიანი გადარჩა. დაახლოებით 15,000-11,000 წლის წინ დედამიწის რუკაზე ხდება გიგანტური ეკოლოგიური კატასტროფა. ქრება მეგაფაუნა. ათასობით წლის წინ პლანეტაზე ბატონობდნენ უზარმაზარი ცხოველები, მამონტები, ბეწვიანი მარტორქები, ხმალკბილა, კატები და გიგანტური ირმები. და უცბად ისტორიულ მასშტაბით ქრებიან ეს გიგანტური არსებები. მეცნიერებაში დღემდე მიდის ცხარე დებატი, ვინ არის ამაში დამნაშავე. კლიმატი თუ ადამიანი. არსებობს 2 თეორია ამასთან დაკავშირებით და 2 ვთქვათ. პირველი მეცნიერთა ერთი ნაწილი, მაგალითად ცნობილი მკვლევარი პოლ მარტინი, აყენებს ზედმეტი ნადირობის overkill ქვია ჰიპოთეზას. ამ მეცნიერთა ნაწილის ჰიპოთეზა ასეთია. სადაც კი ჰომო საპიენსმა ფეხი დაადგა, იმ კონტინენტზე მეგაფაუნა რამდენიმე საუკუნეში ამოწყდა.
აი მაგალითად ამერიკა, როცა 14000 წლის წინ ადამიანმა ბერინგის სრუტე გადალახა და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში შევიდა, რამდენიმე 1000 წელიწადში ამერიკელი მეგაფაუნის 70%-ზე მეტი გაქრა. გაქრნენ მამონტები, ხმალკბილა, ვეფხვები, გიგანტური აქლემები და ცხენები. ავსტრალიაში, როდესაც ადამიანი ავსტრალიაში გადავიდა, აქაც ამოწყდა 450 კილოგრამიანი კენგურო, გიგანტური ვომბატი და ავსტრალიური ლომი. ცნობილი იყო ეს ავსტრალიური ლომი. რატომ მოხდა ეს ყველაფერი? ამ ცხოველებს 1000 წელობის განმავლობაში არასდროს ენახათ ორფეხა ორგანიზებული შუბებითა და ცეცხლით აღჭურვილი მონადირე. მათ არ ჰქონდათ შიში ადამიანების მიმართ. ადამიანი შევიდა ამ სამოთხეში და უბრალოდ გაანადგურა ეკოსისტემა. შესაბამისად, ესე მოხდა. აი მეორე თეორია არის უკვე კლიმატის კატასტროფა. ადრეული დრიასი. მეცნიერთა მეორე ნაწილი ამბობს, რომ უაბრალოდ ყველაფერს ადამიანს. ადამიანი იმ დროს ჯერ კიდევ მცირე რიცხოვანი იყო. თავარი დამნაშავე ადამიანი კი არა, კლიმატიაო, ეს მეორე ჯგუფი ამბობს. დაახლოებით 12900 წლის წინ მოხდა მკვეთრი კატასტროფული აციება, რასაც მეცნიერები ადრეულ დრიას უწოდებენ. დედამიწა ახალი გამოსული იყო გამყინვარების ხანიდან, ტემპერატურა იმატა და უცებ რამდენიმე ათწლეულში ტემპერატურა ისე მკვეთრად დაეცა. შეიცვალა მცენარეული საფარი. მამონტების საყვარელი ბალახოვანი ტუნდრები დაიფარა სქელი თოვლითა და ტყეებით. მამონტების პრობლემა შეექმნათ, მათ უბრალოდ აღარ ჰქონდათ საჭმლის რესურსი, ესე ვთქვათ, გამოკვების საშუალება. როდესაც გაქრნენ ბალახის ჭამია გიგანტები, მათ მიხვდნენ მტაცებლებიც, ხმალკბილა კატები, რომლებიც სწორედ ამ ნელ უზარმაზარ სხვებზე ნადირობდნენ და სპეციალიზირებდნენ. როგორც გითხარით, სპეციალიზირება ხშირ შემთხვევაში პრობლემა არის მეთქი. და შეკითხვა ისვება ამ დროს, რატომ გადარჩა აფრიკა. ხო, აფრიკაში როგორი მდიდარია დღემდე ეს ცხოველთა რაოდენობა, ხო? აი ყველაზე ესე იგი მარტივი პასუხი აქვს ამას, თუ ადამიანი ასეთი სერიული მკვლელი იყო, რატომ გადარჩნენ სპილოები, ჟირაფები, მარტორქები და ლომები, მაინც და მაინც აფრიკაში და აი ავსტრალიელი ლომი გადაშენდა, ხო? არ გადარჩენილა. პასუხი ძალიან მარტივია. აფრიკაში აფრიკის მეგაფაუნაში ადამიანთან ერთად ახდენდა ევოლუციას, ანუ ცხოველები იცნობდნენ ადამიანს. აფრიკელმა ცხოველებმა მილიონობით წლის განმავლობაში ავსტრალოპითეკების დროიდან მოყოლებული საკუთარ ტყავზე გამოსცადეს ადამიანის სახეობის განვითარება. მათ ისწავლეს, რომ ორფეხა არსება ქვითა და შუბით ხელში არის უაღრესად საშიში. აფრიკულ ცხოველებს სიხში გაუჯდათ შიში და სიფრთხილე ადამიანის მიმართ. ამერიკასა და ავსტრალიის ცხოველებს კი ეს ევოლუციური გაფრთხილება არ მიუღიათ. ისინი სრულიად უმწეო აღმოჩნდნენ ახალ სუპერმტაცებლის წინაშე. სავარაუდოდ სიმართლე ამ ორ თეორიაში სადღაც შუაშია. კლიმატმა მეგაფაუნა კრიზისში შეიყვანა, ხოლო ადამიანმა საბოლოო სასიკვდილო დარტყმა მიაყენა ზოგიერთ სახეობას. მეგაფაუნის გაქრობამ ადამიანი უდიდეს გამოწვევის წინაშე დააყენა. ძველი სამყარო დაინგრა. ვეღარ ინადირებ მამონტებზე, რომელიც იმდენ ხორცს გაძლევს, რომ ტომს თვეობით შეუძლია მისი შენახვა და გამოკვება. რაკნას ადამიანმა, როდესაც ნადირი აღარ არის, როგორ გადავიდა უკვე ადამიანი უკვე ახალ რევოლუციამდე. რასაც მიწათმოქმედება ქვია. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ ესე იგი კლიმატის კრიზისი და მეგაფაუნის გაქრობა სერიოზულ გამოწვევის წინაშე დააყენა ადამიანი და ეხლა ჩვენ ვისაუბრებთ უკვე გამოსავალზე. ეს გამოსავალი ადამიანმა მართლაც იპოვა. თავარი ამ ყველაფერში, აი რაზეც მინდა რომ ვისაუბრო, არის 1990-იან წლების არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელმაც თავდაყირად დააყენა აბსოლუტურად ყველაფერი. და თელი ეს თეორიები, რომელიც აქამდე იყო, ძალიან შეიცვლა.
მოდი ჯერ თქვათ როგორი იყო ეს თეორია. მე-20 საუკუნის ბოლომდე ყველა სახელმძღვანელოში, სკოლის სახელმძღვანელოში ეწერა მარტივი ლოგიკური სქემა. ჯერ ადამიანი დასახლდა, დაიწყო მიწათმოქმედება, გაჩნდა სოფელი, გაჩნდა ჭარბი პროდუქტი და მხოლოდ ამის შემდეგ აიგო პირველი ტაძრები და მონუმენტები. ეს იყო სქემა. მაგრამ 1994 წელს გერმანელმა არქეოლოგმა კლაუს შმიდტმა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში შანლის უფრასთან ახლოს დაიწყო გობექილი თეფეს, ესეთი ნიში დაიმახსოვრეთ ეს სახელი, გობექილი თეფეს გათხრები. რატომ არის ეს სახელი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ მან კაცობრიობის ბედი რადიკალურად შეცვალა. და რა აღმოჩნდა? წარმოიდგინეთ, აი ამ ყველაფერმა შეცვალა, ესე იგი, წარმოიდგინეთ. ტაძარი აიგო სოფლის მეურნეობის გაჩენამდე 6000 წლით ადრე. ქრონოლოგია იყო სრულიად საპირისპირო ზემოთ ნახსენების სქემის. არა სოფლის მეურნეობამ შობა რელიგია, არამედ რელიგიამ და იდეამ აიძულა ადამიანი გაეჩინა სოფლის მეურნეობა. ეხლა რა წარმოადგენს გობექლი თეფეს აღმოჩენა? ეს არის გიგანტური წრიული ქვის ტაძრების კომპლექსი, რომელიც თარიღდება ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-19 წლებში. დაახლოებით ესეთი 11500 წლის წინ, დაახლოებით. დაფიქრდით ამ ციფრებზე, დაფიქრდით. გობექლი თეფე 7000 წლით უფრო ძველია ვიდრე სტონჰენჯი. 6000 წლით უფრო ძველია ვიდრე ეგვიპტის პირამიდები. იმ დროს დედამიწაზე ოფიციალურად ჯერ კიდევ ქვის ხანაა. პალეოლითის, ნეოლითის ზღვარი. სადღაც ალბათ მეზოლითია. არ არსებობს ლითონის იარაღი, არ არსებობს მიკეცის ჩარხი, არ არსებობს დამწერლობა და შინაური ცხოველები. ამ ტაძარში დგას 10-დან 50 ტონამდე წონის 5-6 მეტრის სიმაღლის ლათინური თ სებრი მონოლითური სვეტები. ამ სვეტებზე ოსტატურად არის ამოკვეთილი რელიეფური გამოსახულებანი. მორიელები, ობობები, ლომები, ტახები, გველები და ფრინველები. როგორ მოახერხა რაღაც ტომებმა, რომ მონადირე შემგროვებლებმა ამ ყველაფერს აშენება. მიწათმოქმედება მინდა შეგახსენოთ, რომ არ არის. 15 ტონიანი ქვა ჭირდება კარიერიდან რამდენიმე კილომეტრის მანძილზე, ან რაგით წამოღება, რაღაცით წამოღება. ჩუქურთება სჭირდება სულ მცირე 500-დან 1000-მდე ადამიანის ერთდროულად ორგანიზებული შრომა. წარმოიდგინეთ 500-დან 1000 ადამიანამდე ორგანიზებული შრომა. ეს რამხელა ისეთი ტომებისთვის. მონადირე შემგროვლები კი როგორც ვიცი ცხოვრობდნენ სადღაც 20-30 კაციანი მცირე ჯგუფებად. ანუ სხვა ეხლა უფრო მეტი უბრალოდ გამოკვების პრობლემა არის მე უკვე. ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს. გობექლი თეფე იყო რეგიონალური, ანუ მთლიანად სხვადასხვა საკულტო რიტუალური ცენტრი, სადაც 100 კილომეტრის რადიუსიდან ათეულობით სხვადასხვა ტომი იკრიბებოდა. მათ არ ჰქონდათ მუდმივი სახლები, ისინი არ იყვნენ ფერმერები, ისინი მოდიოდნენ აქ რიტუალების შესასრულებლად, სხვერპშეწირლისთვის, საერთო დღესასწაულისთვის და ვარსკვლავებზე დაკვირვებისთვის. რატომ შობა გობექლი თეფემ სოფლის მეურნეობა? რა შეკითხვა ისმება, ხო? აი, უმთავრესი პარადოქსი სწორედ ესაა. როდესაც 1000 მონადირე შემგროვებელი იკრიბება ერთ ადგილზე რამდენიმე კვირის განმავლობაში ტაძარს აშენებს და რიტუალებს ატარებს, ჩნდება კოლოსალური პრობლემა. ეს კოლოსალური პრობლემა არის, რით გამოვყვებოთ ამდენი ადამიანი. ირმებსა და ესე იგი სხვადასხვა ცხოველებზე ნადირობა ასეთ მასას უბრალოდ ვერ ეყოფა. რამდენიმე უნდა განადგურო, ხო, რომ ამდენი მასა გამოვყვება. დღეში კენგრის შეგროვება 1000 კაცს 2 დღეში გამოილევა. შეუძლებელია. და აი სწორედ გობექლი თეფეს გარშემო სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის მთებში გენეტიკოსებმა აღმოაჩინეს მსოფლიოში უძველესი მოშინაურებული ხორბლის პირდაპირი წინაპარი. ადამიანებმა, რომლებსაც სჭირდებოდათ მშენებლობისა და მოლოცველების გამოკვება, იძულებით დაიწყეს ირგვლივ მზარდი ველური მარცვლეულის შეგროვება, დათესვა, მორწყვა და დაცვა.
ესე იგი რა მოხდა? როგორ იცვლება როგორ თulis ეს სქემა? ანუ ჯერ გაჩნდა რელიგიური იდეა, დიდი შეკრება და მშენებლობა ამას მოყვა. როგორ იცვლება, მოდი, ეხლა თქვათ, როგორ შეცვალა ამ აღმოჩენებმა ჩვენი თეორიული ბაზა. მიზა შედეგობრივი ჯაჭვი აი ამ სურათის მიხედვით ასეთია. ჯერ გაჩნდა რელიგიური იდეა. მან გამოიწვია დიდი შეკრება და მშენებლობა. ამან გამოიწვია ათასობით ადამიანის გამოკვების საჭიროება. ამან გამოიწვია ველური მცენარეების დათესვა. ამან გამოიწვია სოფლის მეურნეობის გაჩენა. რო შევაჯამოთ, ხო? გობექლი თეფემ დაამტკიცა, რომ ადამიანს ჯერ გაუშვდა სულიერი მოთხოვნილება, წმენა და იდეა, ხოლო ამ იდეის განსახორციელებლად მან გარდაქმნა მატერიალური სამყარო და ბუნება. მაგრამ რა მოხდა მას შემდეგ, რაც ადამიანმა საბოლოოდ მიატოვა ხეტიალი, ააშენა პირველი მუდმივი სახლები და თავისი მიცვალებულები პირდაპირ ოთახის იატაკში დამარხა. როდესაც ადამიანი ერთ ადგილზე სახლდება, სრულად ახლებურად ყალიბდება მისი დამოკიდებულება მიწის, საკუთრების, სიოცხლისა და სიკვდილის მიმართ. თუ მონადირე შემგროვებლისთვის დინარე უბრალოდ მიედინებოდა და ტყე ყველასი იყო, ბინადარი ადამიანისთვის ჩნდება ცნება. ეს ჩემი მიწაა, ეს ჩემი საგვარეულო ბუდია. უკვე აზროვნება იცვლება ამ შემთხვევაში. ამ ახალმა სოფხედელობამ შობა ორი წარმოუდგენელი საინტერესო ფენომენი. თავის ქალის კულტი და ნადირთა მბრძანებელი ქალღმერთი. მოდი ახლა დავიწყოთ თავის ქალის კულტით. პაპა თაროზე, ესე ვთქვათ. წარმოიდგინეთ თანამედროვე თურქეთისა და ლევანტეს ტერიტორია. ჩვენს ერამდე დაახლოებით მე-7-1000 წლეულში. ადამიანები აშენებენ თიხის სახლებს. ჩათალ-ხოუკში მაგალითად ქუჩები საერთოდ არ არის. სახლები ერთმანეთზეა მიბჯენილი და ხალხი სახურავებიდან დადის, მაგრამ ყველაზე უცნაური ისაა, თუ სად მარხავენ ისინი თავიანთ მიცვალებულებს. იატაკ ქვეშ მარხავენ. ისინი თავიანთ გარდაცვლილ ნათესავებს მარხავენ იმავე ოთახის იატაკშივე, სადაც თვითონ ზინავთ და ჭამენ. წარმოდით როგორი ცოტა არასანიტარიული გარემო იქნებოდა, მაგრამ ჩვენი წინაპრები ესე აკეთებდნენ. ჩვენი არა, შეიძლება უშუალოდ ჩვენი იქ არ ყოფილიყვნენ, მაგრამ ადამიანების წინაპრები. თავის მოკვეთა მეორე ტრადიცია იყო, რომელიც ხდება ამ კულტურებში და რას ნიშნავს. გარკვეული დროის შემდეგ, როცა რბილი ქსოვილები დალპება, ისინი იატაკიდან ამოიღებენ მიცვალებულს, აჭრიან თავის ქალას, ხოლო უთავო სხეულს ისევ იატაკშივე ტოვებენ. ამ თავის ქალებს უბრალოდ კი არ ინახავენ. მასზე თიხით ხელახლა ძერწავენ სახის ნაკვთებს. თვალების ადგილზე სვამენ ნაჟურის ნაჭრებს, ნიჟარებს ან ტყვის მძივებს, ხოლო ზედაპირს ღებავენ წითელი ოქროთი. წარმოიდგინე ეგრე შენი წინაპრის ის რო გედოს თავის ქალას შენ სახლში. ეხლა შეკითხვა, რატომ აკეთებენ ამას? ეს იყო წინაპართა კულტი და მიწაზე საკუთრების უფლების პირველი იურიდიული დოკუმენტი. როცა სახლში თაროზე გიდევს თიხის აღდგენილი პაპაშენის თავის ქალა, შენ ირგვლივ ყველას ეუბნები, ეს მიწა ჩემია, რადგან აგერ ჩემი პაპა მიყურებს თაროდან და ჩემი წინაპრები ამ იატაკ ქვეშ განისვენებენ. ეს არ ყოფილა საშინელებათა ფილმი, როგორც დღეს შეიძლება მოგვეჩვენოს. მათთვის ეს იყო საყვარელი ადამიანებთან მუდმივ სულიერი კავშირი, რომელსაც სთხოვდნენ მფარველობას და დახმარებას, რა ვიცი. მოსავლიანობას, რა ვიცი, წარმატებულ ნადირობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მეორე, დიდი დედის არქეტიპი. ამავე ეპოქაში ჩათალ-ხოუკში იბადება სხვადასხვა ხელოვნების კიდევ ერთი გრანდიოზული არქეტიპი. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ტახტზე მომჯდარი ქალის თიხის სტატუეტკა. ანუ სტატუეტკა რუსულია, ხო? თიხის ქანდაკება, რომელსაც ორივე მხარეს ლომები ან ავაზები უდგანან, ხოლო ქალს ხელები ამ ტაცებლების თავზე აწყვია. აი, დაახლოებით ესეთი რა. ეს არის ნადირთა მბრძანებელ ქალღმერთის უძველესი გამოსახულება. დაფიქრეთ, რამდენად დიდხანს იცოცხლა ამ მოტივმა, რომელიც დღემდე ხდება. ეს მოტივი გადავიდა შემდეგ ბაბილონურ და ასურულ ხელოვნებაში, იგივე მოტივი ხდება ხეთებთან, საბერძნეთში მაგალითად არტემიდასთან და ინდოეთში დურგა არის ეგეთი ვეფხვებთან, რომელიც ვეფხვებზია.
ეს არის ქალღმერთის დედა ბუნების არქეტიპი, რომელიც ამორჩილებს და მართავს ველურ საშიშ ბუნებრივ ძალას. ბინადარად, მოდი ხა შევაჯამოთ გარკვეულწილად, ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლამ ადამიანს მისცა სახლი, მიწის განცდა და პირველი რთული რელიგიური კულტები, წინაპართა თაყვანისცემა და დიდი დედის არქეტიპი. მაგრამ რა მოხდა მაშინ, როდესაც ადამიანმა არამხოლოდ მცენარეები მოიშინაურა, არამედ აიძულა მსხვილი ცხოველები, ღორი და ძროხა მასთან ერთად ეცხოვრა. სახლის აშენება ადვილია. მთავარი პრობლემა სხვაა. როგორ გამოკვებო ერთ ადგილზე გაჩერებული ასობით ადამიანი. ხეტიალსა და ნადირობას ვეღარ დაუბრუნდება. სწორედ აქ იწყება სოფლის მეურნეობა და რაც მთავარია, ცხოველების მოშინაურება. დაახლოებით ჩვენ წელთაღრიცხვით, ჩვენ ერამდე 6500 წლებში, აი ეს 500 წლის განმავლობაში, ახლო აღმოსავლეთში ხდება ორი კოლოსალური აღმოჩენა. ადამიანი იშინაურებს ღორს და ძროხას. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ეს არ იყო უბრალოდ შინაური ცხოველები. ეს იყო უდიდესი ტექნოლოგიური და ეკოლოგიური რევოლუცია. და რატო? ღორი. აი ავიღოთ ღორი, ახლა დღეს ისე უყურებთ, მაგრამ მაინც. დღევანდელ გადმოსახედიდან შეიძლება ღორი ძალიან ბანალურადაც კი ჟღერდეს და უყურებდეთ. მაგრამ იმ ეპოქაში, აი წარმოიდგინეთ, აი ეს ძველი ადამიანები, ღორი იყო ბუნების გადამუშავების სერიოზული მანქანა. წარმოიდგინეთ ადრეული სოფლები. გრჩებათ უამრავი ნაგავი, ხრტილები, ნიჟარები, რა ვიცი, სხვადასხვა ნარჩენები, კვერცხის ნაჭუჭები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სადაც წაიღოთ ეს ყველაფერი. და აი ამ ყველაფერი შემოდის მაგარი მენაგოე, ესე ვთქვათ, ესა ღორი. ღორი ჭამს აბსოლუტურად ყველაფერს. ის ანადგურებს შენ სოფლის ბიოლოგიურ ნარჩენებს და ამავდროულად თვითონ ამ ჭამის პროცესში ხდება მსუქანი და გემრიელი. ეს არის გარკვეულწილად რაღაცა ის რომ არის ხოლმე ხო იცი რომ იყიდება მაღაზიაში. ორი ერთში უნიკალური სანაგვე მანქანა, რომელიც ბოლოს გემრიელ სტეიკად ამ წვადებად გადაიქცევა ხოლმე. და მეორე მნიშვნელოვანი ეს ერთი ვთქვით, ეს არის მოშინაურებას მოხვა ერთი კიდე მნიშვნელოვანი რაღაცა, ესა სასუქის გაჩენა. ძროხა და ღორი უზარმაზარი რაოდენობით ნაკელს აწარმოებს. როდესაც შენ მხოლოდ მინდვრები გაქვს და ცხოველები არ ჰყავს, მიწა მალე იფიტება. საუნეში სირბილი და ქურციკის მარცვლების შეგროვება მიწის გასანაყოფიერებლად ხომ წარმოუდგენელი რაღაცა. მაგრამ როცა იქ შენ სახლთან იდგაც, არის ძროხა და ღორი, შენ უბრალოდ იღებ ნიჩაბს, აკეთებ კომპოსტის ორმოს და ანაყოფიერებ მიწას. უბრალოდ აი ეს. ფერმერები, რომლებიც ცხოვრობდნენ ცხოველებთან, უფრო 1000-ჯერ უფრო წარმატებულები იყვნენ, ვიდრე იმათგან, ვისაც არ ჰყავდათ ეს ძროხა და არც ღორი. ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ასევე ეს ყველაფერი ახლა მე ასევე შეკითხოდავსვე, რატომ ჩდება მაინც და მაინც ახლო აღმოსავლეთში, ნოყიერ ნახევარ სფეროში, ხო? ნახევარ მთვარის სფეროში. რატომ არ აშენდა მაგალითად პირველი დიდი ცივილიზაციები ავსტრალიაში, ამერიკაში და თუნდაც ჩვენ სამშობლოში, აფრიკაში? პასუხი არის ძალიან მარტივი სიამდვილეში, ესაა გეოგრაფიული გამართლება, ლატარია, ესე ვთქვათ. ბევრი მეცნიერი გეოგრაფიულ ლატარიასაც უწოდებს ამას. საქმე ის კი არაა, რომ ევრაზიელები უფრო ჭკვიანები იყვნენ. საქმე ისაა, რომ ბუნებაში არსებულ ყველა მცენარესა და ცხოველების მოშინაურება შეუძლებელია და არ შეიძლება. მაგალითად, ზებრა არ არის ცხენი, რამდენიც არ უნდა სცადო, მას ვერ გააჭენებ. კამეჩი არ არის ძროხა, სპილო არ არის ცხვარი. მოდი ავიღოთ შევადაროთ რეგიონები, ახლო აღმოსავლეთს, ხო? აი ამერიკა ავიღოთ რა. როდესაც ახლო აღმოსავლეთში ხორბალს რგავდნენ და ძროხას წველავდნენ, იცით რას ამუშავებდნენ ამ დროს მესოამერიკელები, ხო? გოგრას. თანაც არა საჭმელად, არამედ იმიტომ რომ განხმარე გოგრისგან ჩანთები და ჭურჭელი გაეკეთებინათ. მათ უბრალოდ არ ქონდათ ადგილობრივი გამოსადეგი მცენარეები და ცხოველები. მხოლოდ მოგვიანებით მოიშინაურეს ლამა და ინდაური.
აფრიკაში რაც შეეხება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი აფრიკაში გაჩნდა, იქაური ფლორა და ფაუნა ურთულესია მოსაშინაურებლად. თუ აფრიკული მცენარეები ალბათ სწორია. მაგალითად, სორგო და იამსი ახლოსაც ვერ მივა ხორბალსა და ქერის კალორიულობასთან. ეხლა რატომ ახლო აღმოსავლეთი? ეს რეგიონი უბრალოდ რაღაცა უდიდესი გამართლება იყო. ბუნებრივად იზრდებოდა ველური ხორბალი. ჭვავი, ქერი, ბარდა, ოსპი, ზეთისხილი და აქ ბინადრობდა თითქმის ყველა ის ცხოველი, რომლის მოშინაურებაც მარტივი იყო და გამოსადეგი. მაგალითად, თხა, ცხვარი, ღორი, ძროხა, კატა, ვირი, იხვი, მტრედი. ანუ ყველა აბსოლუტურად, გამოსადეგი იყო. სწორედ ამიტომ ახლო აღმოსავლეთის ტალახში გაჩნდა ყველაზე მეტი საკვები. სადაც ბევრი საკვებია, იქ ჩნდება ბევრი ადამიანი. ეხლა რო შევაჯამოთ, ყველას ვაჯამებთ ხოლმე, ყველა ნაწილს და თქვათ, რომ ახლო აღმოსავლეთში ადამიანმა ბუნების ლატარია მოიგო. ცხოველებისა და მცენარეების მოშინაურება წარმოუდგენლად მარტივი იყო და გაჩნდა უზარმაზარი ენერგია და რესურსი. საზოგადოებამ განიცადა არნახული ზრდა ამის გამო. მაგრამ როდესაც წარმოიდგინეთ ასობით და ათასობით ადამიანი ცხოველებთან ერთად ერთ პატარა სოფელში იყრის თავს, იწყება სრულად ახალი საშინელი პრობლემა. ეხლა რა არის ცივილიზაციის ფასი, ხო, ალბათ თქვათ, ეხლა მარტო დადებითად რო არ თქვათ. ესაა რა თქმა უნდა ეპიდემიები. ჩვეულებრივ ისტორიის წიგნებში ამ პროცესს ნეოლითურ რევოლუციას, ანუ როდესაც ეს მოიშინაურეთ, როდესაც გაჩნდა რაღაცა მიწათმოქმედების ელემენტები უწოდებენ ნეოლითურ რევოლუციას და ადამიანებს ხატავენ როგორც თითქოს რაღაც სამოთხეს, კარგ ადგილს, ხო? მაგრამ მოდით მედლის მეორე ნაწილი ვნახოთ, მეორე მხარეც ვნახოთ. საშინელი რა იყო ამ ცივილიზაციის საშინელი მხარე? ხო, ალბათ ყველა გაქვს წაკითხული ნოა ჰარარის რაღაც ჰომო დეუსი და ის კარგ რაღაცას ამბობს, რომელიც მე შემხვდა უკვე სხვა ავტორებთანაც კი, რომ ხორბლის მოშინაურება სინამდვილეში იყო ისტორიაში უდიდესი აფიორა. არა ადამიანმა მოიშინაურა ხორბალი, არამედ ხორბალმა მოიშინაურა ადამიანი. და მოდი ვნახოთ რატომ. მონადირე შემგროვებლები რო შევადაროთ აი ამ ახალ მიწათმოქმედებს, დავინახავთ ძალიან მნიშვნელოვან განსხვავებას. პირველი აი მონადირე შემგროვებლებისგან მასობრივი ეპიდემია ფიზიკურად შეუძლებელი იყო. თუნდაც 20 კაციან ჯგუფს აეკიდა რაღაც ძიმე ინფექცია, უარეს შემთხვევაში ეს 20 კაცი მოკვდებოდა. იმ უზარმაზარ სივრცეზე, სადაც ისინი დადიოდნენ, ინფექცია სხვა ტომებზე უბრალოდ არ გადავიდოდა. ახლა კი წარმოვიდგინოთ ნეოლითური სოფელი. 1000 ადამიანი, 1000 კაციანი სოფელი ერთმანეთზე მიჯაჭული თიხის სახლებით. ხო, სადაც არის ღორი, ძროხა, საერთო ჭიქა, საერთო რაღაცა იქვია ნაგავი, ნაკელი რა, ეს ყველაფერი იქვე არის და ერთი დაცემინებაა საკმარისი რომ ინფექცია გადავიდეს. და აქ იბადება სრულად რაღაცა საშინელება ცივილიზაციის შექმნასთან ერთად ესა ზოონოზიური ინფექციები, რომლებიც გადადის ცხოველიდან ადამიანზე. აი, რომელია ახლა ზოონოზიური ინფექციები? ესა პირველი წითელა. ძირითადად წითელა არის სახეცვლილი, ეს იყო ძროხების ჭირი. ეს ადამიანების არ იყო. ძროხებიდან გადმოვიდა წითელა ჩვენზე. ყვავილა, მაგალითად მეორე. მოვიდა მსხვილი რქოსანი პირუტყვისგან, რავი, კამეჩებისგან და ასე შემდეგ. მესამე გრიპი მოვიდა ღორებისგან და იხვებისგან. მეოთხე დიზენტერია, ტიფი და ასე შემდეგ. ეს არის უსუფთაო წყალი და ნაკელისგან მოვიდა ეს დაავადებები. და საკმარისი იყო ერთს დაეხველა,
რომ მეორე დღესვე მთელი სოფელი ავად გამხდარი იყო. ხოლო ერთ კვირაში ნახევარი მოსახლეობა იატაკში აღმოჩნდებოდა, თავის იატაკში. ეხლა მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, ეს არის სამუშაო საათების ზრდა. მონადირე შემგროვებლები დღეში სამშუალოდ სადღაც 3-4 საათი ხარჯავდნენ საკვების შეგროვებაზე. დანარჩენი დრო იყო დასვენება, ისტორიების მოყოლა, თამაში, სექსუალური ამბები, ესე ვთქვათ, და ძილი. ფერმერების ცხოვრება კი რადიკალურად განსხვავებული იყო. ფერმერი გახდა საკუთარი მინდვრის მონა. დილიდან საღამომდე უნდა მოხარო წელი, მოაშორო ქვები, გათხარო არხი, გამარგლო ბალახი, დაიცვა ნათესი მწერებისგან, მოენკო, დავქნა, გამოაცხო. ჩონჩხების ანალიზი აჩვენებს, რომ ადრეული ფერმერები, განსაკუთრებით ქალები, ჰქონდათ ხერხემლის დეფორმაცია და მუხლის საშინელი დეფორმაცია. ძიმე ქვების თრევისა და მარცვლის საათობით ქვისგან. ამის გარდა, ადამიანის კვების რაციონიც გაღარიბდა. მონადირე ჭამდა ასობით სახეობის მცენარეს, კენკრებს, თევზს, ხორცს, ფინველს, ვიტამინების სრული ბუკეტია, მინდა შეგახსენოთ. და როგორ იყო ფერმერი? ფერმერი კი მთელი ცხოვრება ჭამდა მხოლოდ ერთ რამეს, თავის ქერის ან ხორბლის ფაფას. აი ცივილიზაციამ რაღაცა ესეთი მოიტანა. შედეგად ადრეულ ფერმერები იყვნენ უფრო დაბლები, სუსტები, ძვლებით სუსტი ჰქონდათ და გაფუჭებული კბილები ჰქონდათ და 1000 ავადმყოფობით იყვნენ დაავადებულები. ეხლა საკითხი ესე რომ დავსვათ, რატომ არ წყვეტდნენ ფერმერობას და რატომ არ უბრუნდებოდნენ ნადირობას? ამის პასუხი არის დემოგრაფიული ხაფანგი. მონადირე ქალს არ შეეძლო 3-4 წელიწადში ერთხელ მეტი შვილი გაეჩინა, რადგან პატარა ბავშვი ხელით უნდა ატარო მიგრაციის დროს და ამიტომ ერთდროულად ვერ გააჩენ, ვერ იქნები ორსულად და თან ჩვილი ვერ გეყოლება. ფერმერები აბსოლუტურად განსხვავებული მდგომარეობა. ფერმერი ქალი ზის ერთ ადგილზე. შორს წასვლა აღარ სჭირდება. შესაბამისად, მას შეუძლია გააჩინოს შვილი ყოველ 1-2 წელიწადში ერთხელ. შედეგად ამ ყველაფრის არის ის, რომ მოსახლეობა გაიზარდა 1000 ჯერ. ფერმერს ჰქონდა ბევრი ხორბალი, მაგრამ ეს ხორბალი აღარ ყოფნიდა მას უკეთესი ცხოვრებისთვის. ეს ხორბალი მიდიოდა მისი 10 შვილის გამოსაკვებად. უკან დასაბრუნებელი გზა ჩაიკეტა. ტყეში ნადირობით 1000 კაცს ვერ გამოკვება. შენ უნდა დამუშავო მიწა, იძულებული ხარ გემუშავა სოფელში. ამის შედეგად ცივილიზაციამ ადამიანს წაართვა თავისუფლება, ჯანსაღი სხეული და მრავალფეროვანი რაციონი. საერთოდ კი მისცა რიცხობრივი უპირატესობა, მუდმივი სახლი და პოლიტიკნის შექმნის აუცილებლობა. მაგრამ როგორ უნდა მართო ეს გაზრდილი მოსახლეობა? რითი უნდა ჩაანაცვლო ძველი ტომობრივი თანასწორობა? როგორ შობა პირველი ავტორიტეტი უბრალო სასმელმა, ლუდმა? ეხლა თავარი შეკითხვა ამ დემოგრაფიულ გაზრდაზე არის ის, რომ რაღაცა იერარქია უნდა წარმოიქმნას, ხო? დავსვათ ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა. როგორ უნდა მართოთ ეს ასობით და ათასობით ადამიანი, რომლებიც ერთ სოფელში აღმოჩნდნენ? როცა ჯგუფი პატარაა, 20-30 კაციანი, ყველა მიცის ერთმანეთის სახელი, ნათესაობა და ხასიათი. იქ პოლიტიკა არ გჭირდება. ყველაფერი პირისპირ გვარდება. მაგრამ როცა სოფელში 500 ან 1000 კაცი ცხოვრობს, შენ ფიზიკურად უკვე ვეღარ იცნობ ყველას. აი სწორედ აქ იბადება პირველი სოციალური იერარქია და ფენომენი, რომელსაც ანთროპოლოგები ბიგმენებს, ანუ დიდკაცებს უწოდებენ. როგორ ხდება ადამიანი ლიდერი საზოგადოებაში, სადაც ჯერ არ არის მეფე? მეფე ხო არ გაჩნდა თავდაპირველად. ან სადაც არ არის პოლიცია და არმია. რით უნდა აიძულო მეზობელი, რომ დაგიჯეროს? პასუხი არის მარტივი, ესაა პრესტიჟი და საჩუქარი და რასთავარი ალკოჰოლი. ანთროპოლოგიაში არსებობს ცნობილი კონცეფცია, ლუდი ავტორიტეტის სანაცვლოდ. ლუდი არის პირველი სოციალური სასმელი, ესე ვთქვათ. თქვა რომ ლუდი უფრო ძველია ვიდრე ღვინი. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ველურ ქერას აგროვებდნენ, ადამიანებმა ისწავლეს მარცვლის დაბადება.
პირველი ლუდი არ გავდა დღევანდელ სასმელს. ეს იყო უფრო სქელი, ფაფისებური, ნოყიერი მასა, რომელსაც ჰქონდა მათრობი ეფექტი. ბუნებაში ლუდს ვერ იპოვეთ. ლუდი არის წმინდა ადამიანური ტექნოლოგიური პროდუქტი. ის ითვლება ელექსირად, პრესტიჟულ სასმელად. როგორ მუშაობს ბიგმენის, ანუ დიდი კაცის სქემა. ამბიციური მარჯვე ადამიანი აგროვებდა ქერის ნამეტს, იწვევდა სოფელს და ამბობდა: "მოდით ჩემთან, ყველაც გაგიმასპინძლდებით ლუდით." სოფელი სვამდა, ხიარულობდა და როცა მეორე დღეს დავა ან კრება იმართებოდა, ეს ბიგმენი იძახდა: "ხომ გახსოვთ გუშინ ვინ გაგიმასპინძლად? ახლა მხარი დამეჭირეთ ამ კრებაზე მე." ეს იყო პოლიტიკური ალიანსების შექმნის პირველი ინსტრუმენტი. შენ გასცემ რესურსს, ლუდს, ხორცს, საჩუქრებს და სანაცვლოდ იღებ ლოიალობას, პატივისცემას და ხმებს კრებებს. თუ გადახედავთ სამხრეთ მესოპოტამიას, ობეიდის კულტურის ეპოქაში, ეს არის ჩვენ წელთაღრიცხვამდე, ესე იგი მე-6-მე-5 წლეული, არქეოლოგიურად კაფეოდ გამოჩნდება, როგორ იხლიჩება საზოგადოება. თუ ადრე ყველა თიხის სახლი ერთნაირი იყო, ახლა ჩნდება სახლები, რომლებიც სხვებზე გაცილებით დიდია, უკეთესადაა აშენებული და ცენტრალურ ადგილს იკავებს. ზოგიერთი მიცვალებულის გვერდით პოულობთ უბრალოდ თიხის ჭურჭელს, ზოგის გვერდით კი ლამას მოხატულ ვაზებს, სამკაულებსა და იმპორტირებულ ქვებს. ჩნდება ადამიანები, რომლებიც სხვებზე უფრო თანასწორები არიან. როცა საზოგადოებაში ბევრი ქონება ჩნდება, იბადება აუცილებლობა. როგორ თქვათ, რომ ეს კალამი, ეს ჭურჭელი, ან ეს ხორბალი ჩემია. ობეიდის ეპოქაში ჩნდება პირველი თიხის ანაბეჭდი და ბეჭედი. ადამიანები თიხის ჭურჭელზე ან კალათის საწვებზე ასვამენ ქვის ბეჭედს უნიკალურ ორნამენტით. ეს იყო გვაროვნული თუ პირადი საკუთრების პირველი შტამპი. გაფრთხილება ყველასთვის. ეს ჩემი კლანის საკუთრებაა, ნუ შეეხებით. ამავე დროს ჩნდება პირველი ანგარიში, თვლა. თიხის პატარა ჟეტონები, რომლებითაც აღირიცხებოდა ცხვარი, ტომარა, ქერი და ასე შემდეგ. საზოგადოებამ საბოლოოდ დაკარგა პალეოლითური თანასწორობა. გაჩნდნენ ლიდერები, გაჩნდნენ პირადი საკუთრების მქონე ადამიანები, ბეჭდები, პირველი ანგარიში და პოლიტიკური ალიანსები. მაგრამ რა მოხდა მაშინ, როდესაც ეს პატარა სოფლები ერთიანად აფეთქდება, გაერთიანდება და დედამიწაზე გაჩნდება პირველი ნამდვილი გიგანტური მეტროპოლისი, ქალაქი ურუქი. როგორ შექმნა ურუქმა პირველი არმია, პირველი მასობრივი წარმოება და პირველი სახელმწიფო? ჩვენ ერამდე მე-4 წლებში, დაახლოებით 3800-3100 წლებში, სამხრეთ მესოპოტამიაში ხდება კოლოსალური ნახტომი, იბადება ეგრეთ წოდებული ურუქის კულტურა. სოფლები აღარ არის უბრალოდ დასახლებები. დასახლებები იზრდება, ერთიანდება და დედამიწის ზურგზე გაჩნდა პირველი ნამდვილი გიგანტური მეტროპოლისი, ქალაქი ურუქი. ჩვენ ერამდე სადღაც 3300 წლისთვის ურუქში უკვე ცხოვრობდა 80,000-მდე ადამიანი. იმ ეპოქისთვის ეს იყო წარმოუდგენელი თვალის მომჭრელი გიგანტი, ნამდვილი ნიუ-იორკი ბრინჯაოს ხანის ეპოქაში, ესე ვთქვათ. როგორ მოახერხა ურუქმა ასეთი მასშტაბის მიღწევა? პასუხი ტექნოლოგიურ ავტომატიზმშია. მანამდე ჭურჭელს აკეთებდნენ ხელით. თიხის ოსისებს ახვევდნენ ერთმანეთზე, საათობით ფორმას აძლევდნენ და აშრობდნენ. ეს იყო ნელი ხელოსნური შრომა. და აი, ურუქის ეპოქაში იგონებენ მეკეცის ჩარხს, ბრუნვად ბორბლის ღერძზე. ოსტატი ჯდება, ფეხით ან ხელით ატრიალებს ბორბალს, თითებს ჩაყობს თიხის მასაში და წამებში იბადება იდეალური სიმეტრიული ჭურჭელი. ეს იყო კაცობრიობის პირველი ინდუსტრიალიზაცია. ჩნდება პროფესიონალი ხელოსნების ფენა. ამ კაცს აღარ ჭირდება მინდორში ხორბლის მოყვანა. ის ჯდება დაზგასთან, დღეში აკეთებს 100 ქოთანს, ცვლის მათ საჭმელზე და ამით ცხოვრობს. მისი საქმიანობა საბოლოოდ წყდება უშუალოდ გადარჩენის შრომას. როდესაც ქალაქში ათასობით ტომარა, ხორბალი და დოქი ზეთი მოძრაობს, უბრალო ქვის ბეჭედი აღარ ყოფნის ამ ყველაფერს. ურუქში იგონებენ ცილინდრულ ბეჭედს. ეს არის პატარა ქვის ცილინდრი, რომელზეც ამოჭრილია რთული სიუჟეტური ორნამენტები. ღვთაებები, ცხოველები, მეფეები. როდესაც ამ ცილინდრს რბილ თიხაზე გატორტყალებენ,
იშლება მთელი გრძელი, უწყვეტი სურათი. ეს იყო პირველი ავტომატიზირებული შტამპი, რომლითაც ტაძრის ბიუროკრატები ამოწმებდნენ. ეს ტვირთი შემოწმებულია. ეს საკუთრება ტაძარს ეკუთვნის. არქეოლოგები ურუქის ფენების გათხრისას პოულობენ მილიონობით ერთნაირ, ძალიან უშნო, უხეშ თიხის ჯამებს. რატომ მაკეთებდნენ ასეთ უშნო ჭურჭელს ქალაქში, სადაც ოსტატობა უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული? პასუხი გაგაოცებთ. ეს იყო სახელმწიფო სტანდარტული ულუფის ჭურჭელი. ურუქი არსებობდა როგორც ცენტრალიზებული განაწილების სისტემა. ხალხს მოჰქონდათ მთელი მოსავალი ტაძარში, ხოლო ტაძრის ბიუროკრატია მუშებს, მშენებლებს და ჯარისკაცებს ამ ერთნაირი ჯამებით ურიგებდა ღიურ კუთვნილ ხორბალს, თუ ქერს. ეს იყო პირველი სახელმწიფო ხელფასი. როდესაც ურუქი ასე უმწყლოდ გამდიდრდა, ირგვლივ ცხოვრებ ტომებს გაუჩნდათ ბუნებრივი სურვილი, წასულიყვნენ და ეს სიმდიდრე წაართვათ. ურუქის ეპოქაში პირველად ჩნდება სპეციალიზირებული იარაღი ომისთვის. მანამდე არსებობდა დანები და ნაჯახები, შუბები, რომლებიც გამოიყენებოდნენ როგორც შრომისთვის, ისე ნადირობისთვის. ეხლა კი ჩნდება იარაღი, რომლის ერთადერთი ფუნქცია სხვა ადამიანის მოკვლაა. როგორც იყო მაგალითად საბრძოლო კომბლები, შურდულის მასობრივი ჭურვები, ბრინჯაოს מחვილები და ასე შემდეგ. ხდება პროფესიული მეომრების კასტა, ადამიანები, რომლებიც არც თხრიან არხებს და არც ქოთნებს აკეთებენ. მათი ერთადერთი საქმეა ურუქის საზღვრების დაცვა, ან მეზობელ ქალაქებზე თავდასხმა. ურუქმა შექმნა პირველი ნამდვილი სახელმწიფო მანქანა, მასობრივი წარმოება, მეკეცის ჩარხით, ბიუროკრატია ცილინდრული ბეჭდებით, ცენტრალიზებული განაწილება და პროფესიული ჯარი. მაგრამ როგორ უნდა მართო ეს კოლოსალური ინფორმაცია? ათასობით ტომარა, ხორბალი, ჯარისკაცების ხელფასი და საგადასახადო აღრიცხვა. ისე რომ მეხსიერებამ არ მოგატყუოს. ახლა კი მივადექით ისტორიის უდიდეს გარდამტეხ მომენტს. როგორ შობა ტაძრულმა ბიუროკრატიამ დამწერლობა. ჩვენ ხშირად გონია, რომ დამწერლობა პოეტებმა აკონშირეს შექმნეს ლექსებისა და მითების დასაწერად. სიმართლე კი ბევრად პროზაულია. დამწერლობა გამოიგონეს ბუღალტერებმა. როცა 80,000-იან ქალაქს მართავ, ადამიანის ტვინის მეხსიერება უბრალოდ ვეღარ გაწუდის იმის დამახსოვრების საშუალებას, თუ რამდენი გადასახადი უნდა გადაიხადო და რამდენი ტომარა ქერი არის მისატანი ტაძარში. ამისთვის საჭიროა უკვე სულ სხვა რამე. და ეს არის სწორედ გარკვეულწილად დამწერლობის საწყისი ეტაპი. აი მოდით ნახოთ როგორ გაიარა აზროვნებამ აბსტრაქციის სამი საფეხური. პირველი საფეხური ეს არის რეალური საგანი. შენ ხავს ნამდვილი ცხვარი. მეორე საფეხური, ანუ ტოკენი, შენ აკეთებ ცხვრის ფორმის პატარა თიხის ფიგურას და ინახავ მას თიხის კაფსულაში. მესამე საფეხური უკვე არის დამწერლობა. უცბად ბუღალტერი ხდება. რატომ უნდა ვაკეთო ეს სამგანზომილებიანი თიხის ფიგურები? როდესაც შეიძლება სველ თიხის ფილაზე ჩხირით უბრალოდ დავხატო ცხვრის ნიშანი და გვერდით 4 ოთხკუთხედი მივუხატო. ეს იყო გენიალური აზრობრივი გარდატეხა. ადამიანმა ისწავლა რეალური საგნის გამოსახვა, სიმბოლოთი. ხო, სიმბოლოსი ნიშნით თიხის ფილაზე. დაახლოებით ჩვენ ერამდე, ჩვენ წელთაღრიცხვამდე 3300-3000 წლებში შუმერებში იბადება პირველი დამწერლობა. თავდაპირველად ეს იყო პიქტოგრაფიული დამწერლობა, ანუ ხატოვანი დამწერლობა. თუ ეწერა ცხვარი, ეხატა ცხვრის თავი, თუ ეწერა პური, ეხატა ჯამი. მაგრამ სველ თიხაზე მრგვალი ხაზების ხატვა უხერხული. ამიტომ მწერლებმა დაიწყეს ლერწმის ჩიხირის კუთხით დაჭერა და თიხაში დაჭერით ლურსმნისებული, ანუ შტრიხების ამოტვირთვა, ლურსმნული დამწერლობა. რამდენიმე საუკუნე ეს ნახატები გადაიქცა აბსტრაქტულ ლურსმნულ დამწერლობად. ახლა შუმერებს უკვე შეეძლოთ არა მხოლოდ ორი ძროხის ჩაწერა, არამედ გრამატიკული კავშირების, ზმნების, აზრების, კანონების, მეფეთა ქრონიკებისა და სხვადასხვა ინფორმაციის აღწერა. შეიქმნა მსოფლიოში პირველი ეპოსი, გილგამეშიანის ჩაწერა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ძეგლია კაცობრიობის ისტორიისთვის. ალბათ გახსოვთ როგორ ვინახავდით ინფორმაციას. ჯერ იყო გაბებიება, ანუ მოხდა მოხუცების ესე იგი ზრუნვა და მოხუცები გვიყვებოდნენ რაღაც ისტორიას. მერე იყო კოცონთან მოყოლილი მითები, ზეპირი ტრადიცია, მაგრამ ზეპირი ტრადიცია სუსტია. ის თავიდან ერთად იცვლება და ავიწყდებათ. დამწერლობამ კი გადალახა ადამიანის სიოთხლის ხანმოკლე ბარიერი. შუმერმა მოხელემ თიხის ფილაზე რომ დაწერა თავის სახელი, ქერის ოდენება თუ ლოცვა, ეს ფილა მზეზე გამოშრა და ჩვენამდე მოაღწია 5000 წლის შემდეგ.
ჩვენ დღეს ვიცით შუმერი მეფეების სახელები, ვიცით მათი ასტრონომიური დაკვირვებები, ვიცით როგორ ითვლიდნენ ლუდს, როგორ ჩიოდნენ გადასახადებზე და როგორ უგზავნიდნენ ერთმანეთს საყვედურის წერილებს. დამწერლობის გამოგონებით დასრულდა წინა ისტორია. დამწერლობამ კაცობრიობის მეხსიერება მარადიული გახადა. შუმერებმა შექმნეს ცივილიზაციური ფუნდამენტი, რომელზეც შემდგომში აშენდა მთელი ახლო აღმოსავლეთი და არსებითა თანამედროვე სამყარო. მაგრამ რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ყველაფერი ამაში, ჩვენ ახლა თანამედროვე ადამიანებმა. როდესაც ამხელა გზა გამოვიარეთ აფრიკის სავანეებიდან, ოფლიანობამდე და ტყორცნიდან მოყოლებული ნიანდერტალელებამდე, გობელიქ თეფეს ტაძრებიდან ჩატალჰოუკის პაპა თაროზე კულტით და ურუქის გიგანტური მეტროპოლიით დროა დავსვათ მთავარი ეგზისტენციალური კითხვა. რაში გჭირდება ეს ყველაფერი დღეს 21 საუკუნეში? ხშირად გავიგონებთ, რა საჭიროა 5000 წლის წინანდელი შუმერების ან ნეოლითური ფერმერების ამბების ცოდნა. ისტორია ხო წარსულია, ჩვენ კი მომავალში ვცხოვრობთ. სიამდვილეში ეს უდიდესი შეცდომაა. როდესაც შენ მოგზაურობ მესოპოტამიაში, გობექლი თეფშეს თუ პალეოლითურ მღვიმეებში, შენ არ მოგზაურობ უბრალოდ ისტორიაში, შენ მოგზაურობ საკუთარ სიღრმეში. შენ მიდიხარ არა შუმერებთან, არამედ საკუთარ თავთან. დაფიქრდით. ჩვენი სხეული დღესაც ატარებს იმავე არქაულ რუდიმენტებს, სიბნის კბილს, კუდუსუნს, ბატიბუტის კანს. ჩვენი ტვინი დღესაც იმავე ნეირონულ არქიტექტურას ეყრდნობა, რომელიც თითებით ქვის იარაღის თლისას და კოცოთან ჭორაობისას ყალიბდებოდა. ჩვენი სოციალური ქცევა დღესაც იმავე მითებით, სიმბოლოებითა და იერარქიული თამაშებით იმართება, რომელიც ურუქსა და ობედეეში ჩამოყალიბდა. ტექნოლოგიები შეიცვალა, დეკორაციები შეიცვალა, მაგრამ ადამიანის არსი მისი შიშები, მისი სწრაფო აღიარებისკენ, საზოგადოებრივი ალიანსების, სიყვარული, ზრუნვა მოხუცებზე, მიცვალებულთა ხსოვნა და სულიერი სამყაროს ძიება დარჩა აბსოლუტურად იგივე. შეხედეთ, როგორ შეიკრა წრე. ოდესღაც ჩვენ ხვდებოდით ბნელ მღვიმეში, კოცონთან, სადაც მოხუც უყვებოდა ისტორიებს, ხატავდა კედელზე ბიზონებს და ამით ვინახავდით კულტურულ მეხსიერებას. დღეს ჩვენ ვხედავთ მონიტორების წინ, სადაც ცეცხლის ნაცვლად ეკრანის სინათლეა, კოცოდან მოყოლილი ამბის ნაცვლად პირდაპირ ეთერი, ხოლო თიხის წარწერების ნაცვლად თანამედროვე ციფრული კომუნიკაცია. მაგრამ შინაარსი ხო ერთი და იგივეა, ჩვენ კვლავ ყვებით ისტორიებს კოცონთან. ჩვენ გადავლახეთ ადამიანის სიოთქვის ხანმოკლეობა. ჯერ იყო მეტყველება, მერე გაბებიება, მერე კლდის მხატვრობა, მერე ლურსმული დამწერლობა, მერე ბეჭდური წიგნი, ფოტოგრაფია, რადიო, კინო და ბოლოს ინტერნეტი. ყოველ ჯერზე ადამიანი ქმნის ინფორმაციის გადაცემით უფრო დიდ, უფრო მარადიულ მატარებას, რათა დაემარცხებინა თავისი მთავარი მტერი, ვიწრო დრო და დავიწყება. ისტორიის ცოდნა არ არის თარიღების მექანიკური დაზეპირება. ისტორიის ცოდნა არის იმის გაცნობიერება, თუ რატომ ვართ ისეთები, როგორიც ვართ. ჩვენ ვართ ამ მთელ 3 მილიონიან ევოლუციური და ცივილიზაციური ჯაჭვის პირდაპირ ცოცხალი გაგრძელება. მაგრამ რა ელის ამ რთულ ათასწლეულების მანძილზე ნაშენებ ცივილიზაციას სამომავლო. რა გაკვეთილები შეიძლება გამოვიტანოთ 21 საუკუნის ადამიანებმა უძველეს სამყაროდან? ეს უბრალოდ წარსულია თუ რაღაცა სიახლეების გამოტანა შეგვიძლია. მაშინ დავსვათ ძალიან საინტერესო შეკითხვა. რატომ ეცემიან ასეთი გიგანტური, ძლიერი და განვითარებული სისტემები, როგორიც იყო ურუქი ან სხვები? რა შეიძლება ვისწავლოთ მათგან? როდესაც ურუქში 80,000 ადამიანი ცხოვრობდა, როდესაც იქ შენდებოდა გრანდიოზული ტაძრები, იწერებოდა პირველი თიხის ფილები და მუშაობდა პირველი სარწყავი არხები, იმ ეპოქის ადამიანს ეგონა, რომ ეს სისტემა მარადიულია. მაგრამ ისტორიამ გვანახა, რომ ყველა გიგანტური ცივილიზაცია ადრე თუ გვიან კრიზისში შედის. მოდი გავარკვიოთ, რა მთავარმა მექანიზმებმა დაანგრია უძველეს სამყაროს პირველი გიგანტები. პირველი და ყველაზე საშინელი მტერი შუმერებისთვის აღმოჩნდა საკუთარი ტექნოლოგიური პროგრესი. მესოპოტამიაში მიწათმოქმედება მთლიანად ეყრდნობოდა ხელოვნურ ირიგაციას, ტიგროსისა და ეუფრატის წყლის გაყვანას არხებით მინდვრებში. მაგრამ ცხელ მშრალ კლიმატში, როცა მდინარის წყალს მინდორზე დაასხამ, წყალი სწრაფად ორთქლდება, ხოლო წყალში გახსნილი მინერალური მარილები მიწის ზედაპირზე რჩება. საუკუნეების განმავლობაში ინტენსიურმა ირიგაცია გამოიწვია ნიადაგის კატასტროფული დამლაშება. ხორბალი მარილიან ნიადაგს ვერ უძლებს. შუმერები იძულებული გახდნენ გადასულიყვნენ ქერზე, მაგრამ საბოლოოდ მიწამ მოსავის მოცემა შეწყვეტა. უზარმაზარი ქალაქები, რომლებიც მილიონობით ტომარა მარცვლეულზე იყვნენ დამოკიდებული, შემშლისა და ეკოლოგიური კრიზისის წინაშე დადგნენ. ბუნების გარდაქმნამ ბუნებისვე შურისძიება გამოიწვია. მეორე მიზეზი ბიუროკრატიული და სოციალური გადაწვა. როდესაც სისტემა ხდება უზარმაზარი, მისი მთავარი აპარატი ბიუროკრატია ითხოვს სულ უფრო მეტ რესურსს.
ტაძრები და მმართველები ზრდიან გადასახადებს, ითხოვენ მეტ შრომას, მეტ ჯარისკაცს და მეტ მორჩილებას. საზოგადოება, რომელიც ოდესღაც საერთო იდეის ირგვლივ გაერთიანდა, დაიყო მკვეთრ კასტებად. მმართველი ერი და ქურუმები, მეომრები და ჩაგრული, უუფლებო მუშები, მონები იგივე. როდესაც შიდა სოლიდარობა ქრება და საზოგადოება მხოლოდ ძალადობაზე დგას, საკმარისია პატარა გარეგანი დარტყმა, რომ მთელი ეს გიგანტური თიხის კოლოსი ყისიერად ჩამოიქცეს. და მესამე, გარეგანი ბარბაროსი. როდესაც შენაშენებ დიდარ განვითარებულ ქალაქს, შენ ირგვლივ, მთებსა თუ უდაბნოებში, კვლავ ცხოვრობენ მონადირე შემგროვლებლები თუ მომთაბარე ტომები. მაგალითად გუტიელები თუ ამორეველები. ისინი უყურებენ შენ სიმდიდრეს, შენ ხორბლით სავსე ამბრებს და ელოდებიან მომენტს, როდესაც დასუსტდება ქალაქი. როცა ირიგაციული კრიზისი თუ შიდა დაპირისპირება ქალაქს არყევს, მომთაბარეები შედიან და ანგრევენ ცენტრალიზებულ სისტემას. შუმერული ქალაქების დაცემამ გვანახა უმთავრესი კანონი. არც ერთი ცივილიზაცია არ არის დაზღვეული კოლაფსისგან, თუ ის კარგავს ბალანსს ბუნებასთან, სამართლიანობასა და სოციალურ სოლიდარობასთან. მაგრამ ქალაქები შეიძლება დაეცეს, ხალხი კი რჩება. შუმერული ცივილიზაცია გაქრა, მაგრამ მან დატოვა მემკვიდრეობა, რომლითაც დღესაც ვსარგებლობთ. მივადექით უკვე დღევანდელ ისტორიულ მოგზაურობის ფინალურ აკორდს. დღეს ჩვენ ერთად გავიაზრეთ კაცობრიობის განვლილი უზარმაზარი დრამატული გზა. დავიწყეთ იმით, თუ როგორ ჩამოვედით ხეებიდან, როგორ დავკარგეთ ბეწვი და გავხდით ოფლიანი, გამძლე, ორფეხა სუპერმტაცებლები აფრიკის სავანეში. ნახეთ, როგორ შობა ხელის წვრილმა შრომამ და სოციალურმა ჭორაობამ ენა და მეტყველება. როგორ გადავრჩეთ ბოთლის ყელში და როგორ ჩავანაცვლეთ ჩვენი ძლიერი ბიძაშვილები, ნიანდერტალელები. როგორ შობა აზრობრივმა რევოლუციამ, კოგნიტურმა რევოლუციამ, ხელოვნება, პალეოლითური ვნებები, მითები და არარსებულის დაჯერების უნარი. როგორ ისწავლა ადამიანმა მოხუცებზე ზრუნვა, გაბებიავება და სოციალური ალტრუიზმი. როგორ შეკრიბა რელიგიურმა იდეამ ათასობით მონადირე გობექლი თეფეს ტაძრებში. როგორ ჩავევით აგრარულ რევოლუციაში, როგორ მოვიშინაურეთ ღორი, ძროხა და ხორბალი. და ბოლოს როგორ ავაშენეთ ურუქი, როგორ გამოვიგონეთ მეკეცის ჩარხი, ცილინდრული ბეჭედი, პირველი არმია და ლურსმული დამწერლობა. თუ ამ მთელ ისტორიას გვერდიდან შევხედავთ, დავინახავთ ერთ უბრალო, მაგრამ ძალიან პოეტურ ჭეშმარიტებას. 100.000 წლის წინ დაბნელებისას პირყოფილი ადამიანები ჯდებოდნენ კოცონის გარშემო, უყურებდნენ ვარსკვლავებიან ცას და ყვებოდნენ ისტორიებს. ისინი ამით იცავდნენ თავს სიბნელისგან, მტაცებლებისგან და დავიწყებისგან. დღეს 21 საუკუნეში სამყარო თითქმის მთლიანად შეიცვალა. ჩვენ გვაქვს ინტერნეტი, კოსმოსური ხომალდები, ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტექნოლოგიები. მაგრამ ახლაც, როდესაც ამ გადაცემას უყურებთ, როდესაც თქვენ ეკრანებთან ზიხართ და მე გესაუბრებით, ჩვენ კვლავ იმავეს ვაკეთებთ. მონიტორის სინათლე არის ჩვენი თანამედროვე კოცონი. ჩატი არის ჩვენი ტომობრივი შეკრება, ხოლო ისტორიები, რომლებსაც ერთმანეთს უზიარებთ, ეს არის ის უწყვეტი კულტურული მეხსიერება, რომელიც გვახსენებს, რომ ჩვენ ვართ ადამიანები. უძველესმა ისტორიამ მოგცა უდიდესი საჩუქარი. მან გვანახა, რომ ჩვენ არ ვართ მარტონი. ჩვენ უკან დგას 100.000 თაობა, რომელმაც გაიარა ყინვა, შიმშილი, ეპიდემიები, ომები და კრიზისები, მაგრამ არ დანებდნენ. იშრომეს, იაზროვნეს, შეიყვარეს, შექმნეს ხელოვნება და გადმოგცეს ეს ყველაფერი ჩვენ ესტაფეტად. როდესაც საკუთარ თავში იპოვეს შუმერს, ნეოლითელ ფერმერს და პალეოლითელ მხატვარს, შენ ხვდები, რომ შენ სიცოცხლე არ არის შემთხვევითი. შენ ხარ ამ დიდი გრანდიოზული კოსმოსური და ბიოლოგიური ისტორიის პირდაპირი გაგრძელება. მოკლედ დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მინდა ასევე დახმარება გთხოვოთ, თუ შეგიძლიათ რომ დაგვეხმაროთ არხის განვითარებაში. პირველ რიგში ეს არ არის მილენიალი, ეს არის დამოუკიდებელი პროექტია, რომელიც ახლა მილენიაზე დავდე, მინდა ცალკე გავაკეთო. ამისთვის ჭირდება გარკვეული ტექნიკა, მჭირდება უკეთესი მიკროფონი, მჭირდება ეგ სულ რაღაცნაირად ახურებს, ეგრევე ვთქვათ, ჩვენებურად რო ვთქვათ. არ არის ესეთი კარგი, როგორიც მინდა რომ იყოს და თუ გაქვთ სურვილი რომ ეს გადაცემა გაგრძელდეს და გაუმჯობესდეს, დაგვეხმარეთ. ასევე დაგვეხმარებით, რა თქმა უნდა, თუ გააზიარებთ ამ ვიდეოს, თუ დააკომენტარებთ, თუ იტყვით თქვენ მოსაზრებებს და რა თქმა უნდა, თუ დაწერთ და დააშიარებთ ჩვენ არხს. ასევე მინდა შემდეგი გადაცემა გავაკეთო უკვე ძველ ეგვიპტეზე, ჩვენ შუმერებზე ვილაპარაკეთ, შუმერებზე მინდა აბსოლუტურად ცალკე გავაკეთო გადაცემა. ეგვიპტეზე მგონია, ძველ ეგვიპტეზე მგონია ერთი
3-4 გადაცემა მაინც საჭიროა, აი ესეთი ტიპის, რაღაც 2 საათიანი, 3 საათიანი, 3 საათის ვერ გავქაჭო, უკვე ხმაზე ვატყობ, ჩემ ხმაზე ვატყობ, რომ ძალიან დავიღალე. ამდენი ლაპარაკი ნამდვილად არ შემილია. ამიტომ ელოდეთ მომავალ გადაცემას მექნება ეგვიპტეზე, ეგვიპტე ფარაონებამდე როგორი იყო და შემდეგ უკვე გავშვი ყველა ისეთი მნიშვნელოვან ისტორიულ თემას და ზოგადად გადავალ ასევე ისტორიულ საკითხების გაშლას. მოკლედ, მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.